დღეს 27 მარტია, ოთხშაბათი, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღობთ, ყველას ბედნიერ წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან გადაწყვიტეთ, რომ დღევანდელი დილასწორედ ჩვენთან ერთად დაიწყოთ. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო საათნახევრის მანძილზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნაყოფიერად და საინტერესოდ გავატარებთ ამ დროს. ვიდრე მათ შესახებ მოგახსენებდეთ და თემებზე, რომლებზედაც ჩვენი სტუმრები ისაუბრებდნენ, ტრადიციულად საეკლესიო კალენდარს შეგახსენებთ. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მოიხსენიებს ღირს ბენედიქტეს, წმინდა აუქსიმონ აღმსარებელს და წმინდა თეოგონესტეს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, დღესაც ბუნებრივია, რომ წმინდანების შემწეობას და მფარველობას გისურვებთ. და გადაცემის დასაწყისში ტრადიციულად გაგაცნობთ მოკლედ ანონსს. ალბათ უკვე იცით, რომ 29 მარტამდე ჩულთა საყოველთაო ნათლობის 58 ეტაპისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს და ალბათ ბუნებრივია ისიც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უნდა რომ მისი მესამე და შემდგომი შვილის ნათლია იყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ჩვენ ამ ნათლობის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ, ასევე იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობაა ეს და როგორ უნდა დაუბრუნონ ოჯახებმა სიყვარული მის უწმინდესობას. ამ თემაზე ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია ისაუბრებს, რომელიც უკვე ემზადება თქვენთან შესახვედრად და სულ ამდენიმე წუთში ის უკვე სტუდიაში იქნება. როგორ ავირიდოთ სტრესის მავნე ზემოქმედება და ვაქციოზიტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის დადებით გამოცდილებად, მოკლედ როგორ მართოთ და დავიმეგობროთ სტრესი, თემაზე სტუდიაში ისაუბრებს პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ქალბატონი მარიამ სისაური. 27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ჩვენ ელისაბედ ბუნებრივია, რომ ყველა თეატრალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რაიმეთი არის დაკავშირებული თეატრთან, ულოცავთ ამ დღეს. ბუნებრივია, რომ ეთერს დაუთმობთ ამ მნიშვნელოვან დღეს და სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ დღეს ქუთაისის თეატრის წარმატებებზე ვისაუბრებთ, რომელიც გასდა, შეიძლება ითქვას ქვეყნის ფარგლებს. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე შემოგვიერთდება გადაცემის მეორე ნაწილში. მეც ვუერთდები, რა თქმა უნდა, შენს მილოცავ და ყველა თეატრალს ვულოცავ თეატრის საერთაშორისო დღეს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც დღეს გავამახვილებთ ყურადღებას, როგორ ავიცილოთ თავიდან კანის კიბოს გართულებული შემთხვევები და როგორ ჩავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, თემაზე სტუდიაში ისაუბრებს დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. მოკლედ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს დღევანდელი თემები, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია. რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში დავბრუნდები, თუმცა უკვე ტრადიციად იქცა, რომ ვიდრე მოძღვარს ვუმასპინძლებთ, ერთად უნდა ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომელიც შეგვახსენებს შემოჩეულ ბარბარიზმებს. და ასევე სხვადასხვა სიტყვის წარმოშობის ისტორიას. ვნახოთ ვიდეო და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შენს პირშა სასურველი კარგი ამბის მომტანს შაქარს და ტკბილეულს შეაგებებდნენ. აღმოსავლეთის პოეზიაში ამ თემაზე უამრავი მხატვრული სახე შეიქმნა. შაქრით და ტკბილეულით შეხვედრის ტრადიციამ საქართველოშიც მოიკიდა ფეხი. ახალი წლის მეკვლეს შაქრის ნატეხით და ტკბილეულით ხვდებიან დღემდე. ამხანაგი ციხეწყლიანია, ზღუდემაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. ასეთია ამხანაგი ქართველების განმარტებით. თუმცა ეს სიტყვა ქართულ ენაში საშუალო სპარსული ენის გავლენით დამკვიდრდა და ის სიტყვა სიტყვით თანამოსახლეს, ერთ ჭერქვეშ მცხოვრებს ნიშნავს. ომბუდსმენი მცდარია. სწორია ომბუდსმენი. წეროთ და ვიმეთყველოთ სწორად. სპორტსმენი. მცდარია. სწორია სპორტსმენი. წეროთ და ვიმეთყველოთ სწორად. მუსულმანი. მცდარია. სწორია მუსლიმი. წეროთ და ვიმეთყველოთ სწორად. დრაივი, ბარბარიზმი. ქართულია მუხტი. დაიცავი სახელმწიფო ენა.
ლაითი, ბარბარიზმი. ქართულია სუბუქი. დაიცავი, სახელმწიფო ენა. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდით. შვილთა საყოველთაო ნათლობის 58 ეტაპისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 29 მარტამდე გასტანს. თუ რამხელა პასუხისმგებლობა ადამიანისთვის, რომ მისი ნათლია იყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ვილიამ მეორე, ამ თემაზე და ზოგადად ნათლობის მნიშვნელობაზე სტუდიაში ისაუბრებს ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია. დაგლოცეთ, მამა შალვა. დაგლოცეთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის. რა მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო, სანამ კითხვის პასუხს გავცემდეთ და ჩვენ ტაძრის მოწყობს მამას საბას, მინდა დაბადების დღე მივულოცოთ, დღეს დაბადების დღეა. ჩვენ მივულოცავთ ჩვენი ძალიან საყვარელ და პატივსაცემ მამა საბას დაბადების დღეს. მაყურებლებისთვისაც, რადგან ეს მისი სტუმრობის შემდეგ უფრო ჩანს ხოლმე, იმდენი ნახვა აქვს იმ ვიდეოებს, რომელიც მასთან დიალოგის დროს იქნება ხოლმე ჩაწერილი. ვულოცავთ და უერთდებით. ნამდვილად. მამა შალვა, რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, ნათლობის მნიშვნელობა, ეს არის უდიდესი საეკლესიო საიდუმლო, ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოთაგან, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგვახსენოთ ჩვენს მაყურებელსაც ნათლობის მნიშვნელობა. პირველ რიგში თვითონ ნათლობა ეკლესიას აქვს 7 საიდუმლო, ჩვენ ვიცით ეს ყველამ ძალიან კარგად. და ამ 7 საიდუმლოში მონაწილეობის მიღება იწყება ნათლობის საიდუმლოთი. ანუ პირველი საიდუმლოთაც ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება, ესაა ნათლისღების საიდუმლოთაც ადამიანი უკავშირდება ეკლესიას. და ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ესე, რომ ადამიანებს არ ესმით ეს ნათლობის საიდუმლო. თვითონ ოჯახის წევრებსაც კი ზოგჯერ მექანიკურად ხდება ხოლმე ეს ნათლობის ჩატარება, რაღაცა გონიათ რომ უბრალოდ ეს უბრალოდ ტრადიცია, რაღაც აუცილებლობა არის და ეს ატარებენ ხოლმე ნათლობას ხოლმე. შინაგანად ეს შინაარსი ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან ხოლმე თვითონ ამ ნათლობის ამდენად მნიშვნელოვანია ნათლობა და დღე ნათლობისა საერთოდ ადამიანი ნათლობას ატარებს ან ოჯახის წევრს ნათლავს შესაძლოა შვილი არ აქვს მნიშვნელობა ვინ ნათლება მისთვის ეს უნდა იყოს განსაკუთრებული დღე განსაკუთრებული მნიშვნელოვანი დღე იმიტომ რომ ადამიანი იბადება ქრისტეში წმინდა ამბობენ ესეთ რამეს რომ ადამიანებს აქვთ 3 დაბადების დღე პირველი დაბადების დღე არის როცა ადამიანი დედისმუცლიდან იბადება, ეს არის უმთავრესი დაბადების დღე, მისი ოდესაც ის ამ ქვეყანაზე ჩდება, იბადება ამ ქვეყანაზე. მეორე დაბადების დღე ადამიანს როცა ის ნათლობით, ანუ ღვთისწინაშე ეკლესიის წევრად იბადება და მესამე და ყველაზე მთავარი დაბადების დღე. როდესაც ის წარდგება ღვთისწინაშე, როცა სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება და ადამიანმა ეს ორი დაბადების დღე უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მესამე მარადიული დაბადების დღეს, ანუ ის მარადიული ცხოვრებისთვის დაბადება არის, რომ სწორად გამოიყენოს. ამიტომ ნათლობას უკვე თავისთავადაც უკვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც პირველ დაბადების დღეს. ანუ ჩვენ ხორცელ დაბადების დღეს, იმიტომ რომ ეს არის დღე, ანუ ნათლობის დღე, როდესაც შენ გეძლევა საშუალება იმისა, რომ შენ მარადიული ცხოვრება დაიმკვიდრო. აი წარმოიდგინე ახლა ადამიანმა რამდენი უნდა გაიაზროს ის და რამდენი მნიშვნელოვანია მისთვის ეს დღე, ანუ ნათლის დღების დღე, რომ ის უნდა გააცნობიეროს რომ მას მიეცა ცხონების გადარჩენის საშუალება ღვთისწინაში და მარადიულ ცხოვრებაში დაბადების დღე და ბოლომდე უნდა მოხდეს გააზრება, იმიტომ რომ ნათლობის დროს ჩვენ როცა ნათლობას ვასრულებთ, როცა ადამიანი აი წყალში ინათლება, ანუ სამჯერ შთაფლა ეს ჩვენ ვიცით რომ არის ეს არის ანუ მაცხოვართან ერთად, ანუ 3 დღე საფლავში ყოფნა და იქიდან აღდგომა და იქიდან გამოსვლა, ხო? ახალი სისხლის დაბადებას ნიშნავს და როდესაც ჩვენ მირონს ვაცხებთ ადამიანს, როდესაც სულიწმინდის მადლით იბეჭდება ადამიანს, ეს წვები ითქვა რომ რომ ბეჭედი მონიჭებულ არ სულისა მიერ წმინდის. ანუ მისი სხეული იბეჭდება სულიწმინდის მადლით. და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა მე ამ სხეულს გაუფრთხილდეს და ამ სხეულს გაფრთხილება ისწავლოს, იმიტომ რომ ეს სხეული მე აღარ უნდა შეიბუწოს. შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ ადამიანები აი ამ მირონის მნიშვნელობაც არ იციან და არ უფრთხილდებიან ხოლმე ამ მირონს. ანუ თელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს ამ მირონს, რითაც დაიბეჭდა მისი სხეული და მან ბილწებით არაწმინდებით ეს სხეული არ უნდა შეიბუწოს. რა არის ბილწება, რა არის არაწმინდება? სხეული რითი იბილწება სხეული? პირველი სხეული იბილწება მრუშობის ცოდვით, რაც ძალიან მძიმე ცოდვა და მომოყტინებელ ცოდვაში არის. დღესაც გამარტივებულია და ადამიანებს ეუბნებიან რომ აი რა მოხდა მე რა ადამიანი რო იმრუშოს, ხო, თუ კი გინდა, მithumetes მამაკაცის ყველაფერი დაშვებულია და ადამიანი ვერ აცნობიერებს იმას რომ მის სხეული მირონითა დაბეჭდილი და მან არ შეიძლება ეს მირონი როდესმე შებილწოს. იმიტომ რომ ის მოინათლა და მის სხეულს დაიბეჭდა ამ მირონით და ძალიან მძიმე ცოდვაში ჩადის. აი ამიტომაც ეკლესიაში წესი წყი აქვს რომ აი ადამიანს რომელსაც
ნაცლობის შემდეგ აქვს ნამრუშები, ანუ იმ რუშები და ადამიანი ნაცლობის შემდეგ მისი სასრულო პირად კურთხევა აღარ შეიძლებოდა. ანუ ადამიანი რომელიც აი წარმოიდგინეთ, ანუ იმიტომ რომ მისი სხეული იყო შეიბლწული და ის მისი ჭურჭელი არ იყო მზად იმისთვის სამუდელო ჭურჭელი გამხდარიყო. მრუშობის შემთხვევაში, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია ნაცლობის საიდუმლო, წარმოიდგინეთ ახლა და ჩვენ დღეს კიდე ამას ვამარტივებ და ძალიან მარტივად ვლაპარაკობთ. ეკლესია მე ძალიან ფაქიზად უდგება ამ ნაცლობის საიდუმლოს და მით უმეტეს ყველა ქმედებას, რაც ნაცლობის დროს აღესრულება. მამაშავა, ჩვენ ბუნებრივია ამ საკითხს მიუბრუნდებით, რაც ეხება ჩვენი საუბრის მთავარ თემას სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მართლაც აი საოცარ წამოწყებას შეიძლება ითქვას ყოველი მესამე და შემდგომი შვილის ნათლობისა, თუმცა აი რადგან ნათლიების თემას შევეხებით საინტერესოა აი ასეთი მნიშვნელობა, როდესაც ენიჭება ეკლესიის მხრიდან, რომ ეს განსაკუთრებული დღე უნდა იყოს თითოეული ოჯახის ცხოვრებაში, ასევე ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შევარჩევთ რა კრიტერიუმებით ჩვენი შვილის თუ შვილიშვილის თუ ასე შემდეგ ან ოჯახის წევრის ან ახლობელის ნათლიას. ხშირად ხდება ხოლმე, არ მინდა ბევრი დრო წაგართვათ, ეს ტელემაყურებელმაც კარგად იცის, ხშირად რაღაცა ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებს შეიძლება მივანდოთ ხოლმე თანამშრომელს გავიდეს დრო და შეიძლება მათთან კავშირი საერთოდ გავწყვიტოთ რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო. მერკანტილური ანგარებიანი სამწუხაროდ უნდა ითქვას ხშირად ადამიანები ასეთ არჩევანსაც აკეთებენ. აი რა სიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია მიდგომა, რომ სწორად იქნეს შერჩეული და ასევე რაოდენობაზეც გკითხავთ, იმიტომ რომ ზოგს ყავს 6, 8, 9, 10, 12 ნათლია. ეს მისაღებია თუ არ არის აქ რაიმე პრობლემა? აი მე მყავს 5 ნათლია. კი თვითონ ეს წესი რაღაც ეს აი ბევრი ნათლიისა რაღაცა ეს ბოლო წლები რაც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში საქართველოში, 25 წელი იქნება რაც ეს დამკვიდრდა ეს ტრადიცია რამოდენიმე ნათლის ყოლისა. ეს სხვა ეკლესიაში არსად არ არსებობს, აი მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არც ერთ ეკლესიაში, არც სერბეთში, არც საბერძნეთში, არც რუმინეთში, ქართული მოვლენა შეიძლება ითქვას. ქართული, სუფთა ქართული მოვლენა, რომელიც საეკლესიო წესით ხო არ არის გამართლებული, არანაირად გამართლებული, იმიტომ რომ მხოლოდ შეიძლება ორი ნათლია იყოს, როგორც აი პატრიარქის ნათლობებიც მაგალითად არის პატრიარქი და მხოლოდ ორი ნათლია, რადგან პატრიარქი ვერ ახერხებს თავის ნათლებთან ურთიერთობას და ძალიან რთულია ეს მარტო მას ლოცვებში იხსენებს და მათთვის ღმერთს ევედრება, მაგრამ ის სათავოდ ვერ მოახერხებს ყველა მათგან და შეხვედრას და მათთან საუბარს, გამორიცხულია, ამიტომ ეკლესია მათ კიდევ უყენებს ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან ოჯახს ბავშვის აღზრდაში, ანუ სულიერ აღზრდაში და ამიტომაც დაშვებულია ორი ნათლია და თან ვიცით რომ ჩვენ ერთის კესის ნათლებს ვაყენებთ ხოლმე ეს თავისი ახსნა. აუცილებლად, იმიტომ რომ აი ხალხს ჰქონდა გუშინაც ერთ-ერთი ადამიანო და ამერიკა და მეთქარა აი მამაო რა ვქნათ ჩემი შვილის ნათლებს ერთმანეთს შეუყვარდათო. ესეთი არის უამრავი შემთხვევა და მე იძულებული ხდება ეკლესია რომ ერთ-ერთისგან ეს ნათლება გააუქმოს რომ რომელიმე მიეცეს, აი ეს არის გამონაკლისი შემთხვევა და ძალიან რთული შემთხვევა და ის საერთოდ ამიტომაც ვაფრთხილებთ ხოლმე რომ აი ვთხოვთ ხოლმე ადამიანს აი ანუ დააყენეთ სხვადასხვა სქესის ადამიანებს ნათლებად, იმიტომ რომ ჯერ ისინი იმ დღემდე ერთმანეთს არ იცნობენ. და რო კითხოთ რომ არა ვიტყვია რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდა, მაგრამ მე უკვე ოჯახში ერთმანეთს ხვდებიან უამრავი რამე და მე უკვე მათ შორის უკვე რაღაცა ეშმაკეთს ხო თან ეშმაკეთს უფრო გააქტიურებულია მაგ დროს და გარწმუნებს რომ ის გიყვარს და რაღაცა შეიძლება რაღაცა ისინი ახლართოს და უამრავი შემთხვევა ამიტომ ერთის კესის ნათლია ამიტომ ჯობია რომ ერთის კესის ნათლია იყოს ესეც ეკლესიას დადგენილი აქვს და რამოდენიმე აი ნათლის ყოლა 3 4 5 ჩემს აზრს გამომართლებელი არის ალბათ ეკლესია დაადგენს ამ წესს მე ვფიქრობ რომ ეს სინოდალური დადგენილებით უნდა მოხდეს იმიტომ რომ ხოლმე ერთ ტაძარში თქვათ რომ მაგათ ორი ნათლია შეიძლება და მე იქ მეორე ტაძარში და ხალხი იბნევა რატომ არ შეიძლება ხალხი ხო და ჩვენც ახლა მეც პირადად როგორც მოძღვარი ვერ ვეუბნები ადამიანს უარს ამას დაკავშირებით იმიტომ რომ ახლა ის ვერ იგებს იმას რომ თუ ახლა 5 შეიძლება 6 რატო არ შეიძლება და პასუხი არც აქვს როგორ შეიძლება პასუხი გქონდეს ახლა სადაც 4 ნათლია შეიძლება 20 რატო არ უნდა იყოს ანუ 30 რატო არ უნდა იყოს რაღაცა წესი უნდა არსებობს კიდევაც ეკლესიაში ეს წესი რომელიც ალბათ ეს მისაღებია და გასაკეთებელია ჩვენს ეკლესიაში ნამდვილად მამაშალა ჩვენს რეალობაში ვიცით რომ ძირითადად ჩვილობაში ინათლებიან ადამიანები ანუ ძალიან ღრმა ბავშვობაში თუმცა არის შემთხვევები როდესაც ზრდასრული ადამიანი ინათლება აი ამ შემთხვევაში რას ნიშნავს ნათლობისთვის მომზადება კათაკმეულობა ზოგადად რას ნიშნავს ამაზე რომ გვესაუბროთ პირველ საუკუნეებში საერთოდ მეოთხე საუკუნემდე ადამიანს საერთოდ ნათლობა ჩვილის ნათლობა არ აღესრულებოდა ეკლესიაში ანუ ზრდასრული ადამიანები ხდებოდნენ ინათლებოდნენ და რაღაც ადამიანს ჰქონდა იმის საშუალება ბოლომდე გაიაზრებინა ის თუ რატო ინათლებოდა რატო ხდებოდა ქრისტიანი მაგრამ მე უკვე ეკლესიამ დაადგინა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ისე მიდიოდა ამ ქვეყნიდან, რომ მათზე ნათლობის საიდუმლო არ აღესრულებოდა და კათაკმეულობაშივე გარდაიცვლებოდნენ, ამიტომ დაადგინა ეკლესიამ წესი, რომ
მშობლების და ნათლების პირობის თანახმად ჩვენ უკვე ჩვილებს ნათლავთ. აი ნათლებზე რაც ვისაუბრეთ, ახლა ისე იგივე წინა კითხვასაც მინდა დავუბრუნდე ნაწილობრივ, იმიტომ რომ აი ნათლის შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, აი თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ ნათლიას ვარჩევთ დღეს როგორ, ხო? ან თანამშრომელს, ან კლასელს, ან კურსელს, ან ბავშვების მეგობარს, ან და ესე ერჩევ, ანუ რელიგიური იმით არ ვარჩევთ ხოლმე კუთხით და ჩვენ როგორც მოწყობას ბერჯერ მქონია შემთხვევებითაც ნათლიას ვეკითხები წამს თუ არა, მას მეუბნება კი წამს, მაგრამ არ ეზიარება ახსარებას, არ აბარებს და იქ როცა ჩვენ ნათლიას ვიხსენებთ, აი პირდაპირ ლოცვაში წერია ესეთი რაღაცა ნათლის მოხსენების დროს, რომ ნათლიამო ნათლული რჯულში გაწვრთნას, ანუ პირდაპირ ვალდებულება, რაც ნათლიას აი ვალდებულებას იღებს როგორი პასუხისგებლობა არა? დაკავშირებით, ხო, რჯულში უნდა გაწვრთნას და ის, რასაც მე არ ვასრულებ, ანუ მე თუ ამ რჯულს არ ვასრულებ, ანუ მე თუ არ მარხულობ, მოძღვართან არ დავდივარ, ეკლესიური ცხოვრების წესს არ ვცხოვრობ, ახლა ჩემ ნათლს როგორ უნდა ვაიძულო, ეს ანუ როგორ უნდა მოვთხოვო, რომ შენ ეს გააკეთე. იმიტომ რომ ყველაზე დიდი მაგალითი, ყველაზე რჩევა არის შენი ცხოვრების წესის მაგალითი. ანუ აი სიტყვას არ აქვს ზალა, თუ სიტყვასთან ერთად საქმეთან არ არის. და ნათლიას პირდაპირ ეს ვალდებულება აქვს. მე წარმოიდგინე ნათლია ეს რამეს ამბობს. პირდაპირ რა თქმა უნდა ჩვენ მოწყვლები 9-ჯერ რა თქმა უნდა რომ განეშორები თუ არა ეშმაკს კითხოს უნდა. ისე განეშორები ეშმაკს შენ ერწყო ეშმაკს და შენ ერწყოს წარმოიდგინე. მე 9-ჯერ ვეკითხები შეუდგები თუ არა ქრისტეს. 9-ჯერ ადასტურებს შეუდგები ქრისტეს. და წარო იქიდან გასული მას არც კი ესმის რამხელა აღთქმა დადო მოხდეს წინაშე შედ ვახსენებთ ხოლმე ადამიანებს რომ აი ხაძე დაფიცება უთ ყოველას გაუგია ხო როგორ შეიძლება შენ აი რო ვკითხები ხაძე დაიფიცებ ესეთ რამეს რასაც არ შეასრულებ არა მაგასო გურვიზავ რა შეიძლება ხაძე დავიფიცო და მე ეს არ მოგასულა ვეკითხები წინაშე დაიფიცე ტაძარში რამდენი ხატია წარმოიდგინე და ტაძარში იფიცებ რომ შენ განეშორები ეშმაკს და შეუდგები ქრისტეს პირობას მინდებ ტაძარში და აქედან გასული შენ აღარც ეკლესიური ცხოვრების წესი გინდა არც მარხვა გინდა და ამ პირობას ასუშვები თან შენი სიტყვა არის შენთვის მაცხონებელი და შენი სიტყვა არის შენი წარწმუნებელი ანუ სიტყვისაებრ შენისა მოგიგო შენ რო ღმერთეონება და წარმოიდგინე ადამიანებს არც კი ესმით რომ აი ხშირად ამბობენ კიდევაც იმას რომ აი ნათლობაზე უარის თქმა არ შეიძლება როცა ნათლობა შემოგთავაზობენ ესე ამბობენ ეგეთი ამ როგორ ხარ მე არა ვარ მზად ამ ოჯახთან ურთიერთობისა მე არა ვარ მზად მაგათ არა ვარ დღეს ახლა მეტაპზე ეკლესიური შეიძლება ადრე მოძღვარი მყავდა ახსარებას ვაბარებდი ვეზიარებოდი მაგრამ დღეს ისე ეტაპზეა ჩემი სული რომ რაღაცა ვერ მარხულობ რაღაცა არა მაქვს ურთიერთობა მოძღვართან და ესე დროს როცა მე მთავაზობენ ნათლობას უნდა პასუხო უნდა თქვა რომ აიცი რა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე არა ვარ მზად ახლა ეკლესიაში აი ამასთან დაკავშირებით არის გავრცელებული აზრი რომ ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ეს ცოდვა არის ღვთის წინაშე არა როგორ არ შეიძლება კარგი არა ამ თემას შეეხეთ არა როგორ არ შეიძლება გამიგია მეც აი უხერხულად არის ადამიანი აი უთქვამთ რომ აი ორი კვირა რაც გავიცანი და შემოთავაზე შვილის მონათლა და ყოფილა უხერხულად ჩემთვის უკითხავს პირადად რომ აი რა უქნა და უთხარი რომ არ ხარ მზად ნამდვილად ვიჭისხობ უარის თქმა რომ შეიძლება რაღაც ისეთი ნაცნობი არ გთხოვთ ძალიან ახლობელი და ვიცით წინასწარ რომ ისეთ ყურადღებას ვერ მივაქცევთ ნათლს ჯერდაც ნათლიად როცა დგებიო ანუ ნათლიად დგები ადამიანს ნათლიად დირჩევ ადამიანს მასზე ახლობელი ადამიანი ცხოვრებაში არ უნდა იყოს ანუ ის უნდა იყოს შენთვის აი ყველაზე აი ეს ახლობელი ადამიანი მას უნდა ანდობდეს შენს ოჯახს ან ნათლი არის ნათლები საერთოდ დგებოდნენ მეჯვარებს იყენებდნენ ნათლი და მეჯვარი ვინ იყო მეჯვარი იყო შენი უახლოესი ადამიანი შენი უახლოესი მეგობარი და შენი თანამოაზრი ანუ მეჯვარეობა რას ნიშნავს ხო ის ვინც შენთან ერთად შენი ოჯახის ტკივილს ტვირთულობს ვინც შენი ოჯახის სიხარულს შენთან ერთად იზიარებს ეს ადამიანი და ნათლიაც ბუნებრივია ეს ადამიანი და იყოს ვის შენი ოჯახის ყველაფერი იცის ანუ შენ ოჯახს დაკავშირებით ან აი დაუახლოვდე ადამიანს იმდანაც შემოვიდა შენთან აი სიახლოვე შეიძლება ადამიანი მართლა შეიძლება გაიცნო ორი კვირის გაცნობილი ყავდეს მაგრამ ხო შეიძლება ადამიანთან შეიძლება თელი ცხოვრება იცნობდე და ვერ დაუახლოვდე და შენთვის არაფერი არ იყოს ადამიანთან შეიძლება ერთი შეხვედრით ისეთი სიახლოვე მოხდეს ადამიანებს შორის რომ თელი წაი რაღაცა ეგრევე ეს სულმასული იგრძნო ეს გამონათქვამიც რო არის და ეს არა გამონაკლები მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა რომ აი ადამიანი აი გავიცანი და იმიტომ შევიგრძნე რომ ეს ადამიანია რომელსაც თელი ცხოვრება ვინდობ რომ ჩემი მეგობარი იყოს და ჩემი ახლობელი იყოს არიან ადამიანები რომთანაც შეიძლება შენ გვერდზე ტრიალებს თელი ცხოვრება მაგრამ ანაირი სიახლოვის განცდა მასთან არ კონდეს და შენი სული მას არ გრძნობდეს მამაშალო თემა იმდენად საინტერესოა რომ მართლაც დაუსრულებად შეიძლება ამ თემის ირგვლივ საუბარი თუმცა გადავიდეთ თავარ საკითხზე ვთქვით ისიც და ალბათ ყველა დაგვეთანხმება ჩვენი ტელემაყურებლებიც რომ მართლაც აი კიდევ ერთი დიდი სიბრძნე და გონიერება და უზომო სიყვარული მისი უწმინდესობისა აი ამაშიც ჩანს და გამოიხატა რომ საოცარი რამ მოიფიქრა შეიძლება ითქვას რამაც გააერთიანა ოჯახები ძალიან ბევრი ახალი სიცოცხლე დაბადა მათ შორის ისეთ წყვილებში რომლებიც საერთოდ აღარ ფიქრობდნენ შეიძლება შვილის გაჩენას რა სიტყვით აი თქვენ როგორც რიგითი სასულიერო პირი
როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? მათი რიცხვი უკვე ძალიან დიდია 40000-მდე 40000-მდე და უკვე კიდე რამდენია მსურველი. როგორ შეაფასებთ ამ მოვლენას? არა, ჩემთვის ალბათ ეს ადამიანი თვითონ პატრიარქი არ ვიცი, არის მოვლენა საერთოდ, ეპოქალური მოვლენა. ალბათ არ ვიცი, გავა საუკუნეები, გავა წლები, გავა არ ყველაფერი და ვიტყვით ყველას ვაღიარებთ იმას, რომ როგორც ილია ჭავჭავაძე იყო მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოვლენა და ერის გადარჩენილი, რომელიც ერი გადაარჩინა და საოცარ გზას დააყენა და საოცარ რამე გააკეთა ჩვენ ერის და ილია ჭავჭავაძე დღეს ყველასთვის ასე მისაღებია და ვიცი ჩვენ მასზე როგორი ხმები ვრცელდებოდა ილია ჭავჭავაძე მას თუნდაც გლეხები არ უხარდა რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ეს ღვაწლი ვერ დაფარა ისტორიამ და კომუნისტურმა ამხელა რეჟიმმა მაინც ვერაფერი ვერ უყო ილია ჭავჭავაძეს და მაინც ვიცით ჩვენ ილია ჭავჭავაძე ჩვენთვის ვინა წმინდა ილია მართალი ზუსტად ესევე ეპოქალური ადამიანი არის ჩვენი პატრიარქი. აი საოცარი ადამიანი, ხედავთ მის წინააღმდეგ რამხელა ბრძოლა მიდის, რამხელა წინააღმდეგ როგორ უნდათ რომ ეს ადამიანი ამ ადამიანის ღვაწლი დაფაროს ეშმაკმა, რა მინდა რომ აი დღეს ფიქრობდი ჩემთვის გუში ღამე მანქანით რომ მოდიოდი, ეგ ფიქრობდი ერთ რამეზე რომ თბილისში ვცაბრუნდებოდი რომ აი წარმოიდგინე რა მოხდა ამ ადამიანის დროს. ადამიანი გახდა პატრიარქი, ანუ ეკლესიის მეთაური გახდა და ხედავს რომ ქვეყანაში ეშმაკი უყურებს რომ სადაც პატრიარქი ხდება, ტაძრები დახურული, ტაძრებში აბანოები გახსნეს, თეატრები და ხდება ეს ადამიანი პატრიარქი და ეს ამ ადამიანის პატრიარქობიდან იწყება რა? ეგ ერთ სოფელში, ერთ ქალაქში ტაძარი გაიხსნა, მღვდელი გაჩნდა, მეორე სოფელში ტაძარი გაიხსნა, მღვდელი გაჩნდა, ტაძარი გაიხსნა და ეს ნელა ეს ამ პატრიარქის მოსვლას რაღაცა თელი ქვეყანა, აი რაღაც წამოვიდა ქრისტესკენ, ადამიანებმა ქრისტეს შესახებ გაიგეს რაღაცა უკვე ინფორმაციას იღებენ ქრისტეს ადამიანები ეზიარებიან, ინათლებიან, აღსარებას აბარებენ, ნენელა ტაძარში მოდიან ადამიანები ახალგაზრდები, რომლებიც მე სასრულპირები ხდებიან და ნენელა ეს ყველაფერი და ახლა რას ფიქრობ ახლა ეშმაკი ამას აპატიებ და უწმენდა ეს ამ ხელა რაღაცას და დღეს ახლა აი ყველა ნახოთ მაგ ძალიან მარტივია ისტორიას რომ გადავხედოთ რა იყო პატრიარქის მოსვლის დროს ჩვენი ეკლესია და დღეს როგორია ჩვენი ეკლესია რა მოხდა ამ თელი ამ ხნის მანძილზე რამხელა ის განიცადა აი ეს მოვლენაც პატრიარქის ნათლობებისა კიდევ მის აი საოცარ ღვთისგანა დადგინეს ადამიანი და ღმერთის გარეშე ადამიანი არაფერს არ აკეთებს და ღმერთი პირდაპირ ელაპარაკება მას რა უნდა გააკეთოს ღმერთი ეუბნება და პატრიარქი ამ ყველაფერს ახორციელებს და აკეთებს თუნდაც ეს პატრიარქის ნათლობები აი სუფთა ღვთისნებაა ღმერთის აი დაშვება ამ ადამიანს რამ აი სულ აი რაღაც ამას რომ ნათლავთ ხოლმე ამ ბავშვს მე ხედავ რომ პატრიარქის ნათლობებისა და თითქმის არ არსებობს ეს ნათლობა, ორი ნათლობა შეარ მაქვს მარტო მონაწილეობა მიღებული. დაანჩქნა 58 ნათლობიდან 56 შეაქვს მონაწილეობა მიღებული და ხელმძღვანელობ ამ ნათლობებს და თან უყურებ ამ ნათლობებს. აი საოცარი განცდა არის ეს და წარმოიდგინე აი უბრალოდ აი რამხელა რაღაცა გააკეთა ამ ადამიანს ჯერ ერთი რომ ძალიან ბევრი ბავშვი როგორც გიორგი შენახსენე რომ არ უნდა დაბადებულიყო და პატრიარქის ამ ლოცვა-კურთხევი დაიბადა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსვოდა რომ ჩვენ ვილაპარაკეთ ნათლობის მნიშვნელობაზე და წარმოიდგინე ახლა შენ შულს, შენ ნათლიას არჩევ. ვინ შეთავაზდა და პატრიარქი ჩემი შულს ნათლია გახდი. ხოლმე რა ვერ უთყოდა ამას უწმენდეს და წარმოიდგინე ახლა პატრიარქი გეუბნება რომ მე გავხდები შენი შულის ნათლი, ანუ მე ვიღე პასუხისმგებლობას შენ შულზე. მე ერთი სული მქონდა ცოლი რომ მოვიყვანე ვერ გავიგე ეს ამბავი უკვე რომ პატრიარქი ნათლა და როდის გაჩნდებოდა მესამე შვილი ერთი სული მქონდა რომ პატრიარქის ნათლული მყავდა და დღეს პატრიარქის ნათლული მეწყავს ილია ორი ნათლული მყავს პატრიარქის ილია და ივანე და აი ილია პატრიარქმა პატრიარქმა დაარქვა სახელი თავის სახელი დაარქვა უწმიდესმა და რაღაც ჩვენ ძალიან დიდი ბედნიერება და თან წარმოიდგინე რა მოხდა რომ აი ეს ბავშვები ხო ერთმანეთს გაიცნობენ რამე კონფლიქტიც რომ მოხდეს მათ შორის და რომ გაიგებენ რომ ისინი პატრიარქის ნათლობები არიან მარტო ისე არიგებთ ერთმანეთს ის კი არა მათი დედმამიშვილები შეიძლება შერიგდნენ იმიტომ რომ აი რომ გაიგებენ აი იცი ჩემი ძმა პატრიარქის ნათლულია იცი ჩემი ძაც პატრიარქის ნათლულია ჩემი და პატრიარქის ნათლულია აუ ჩემი დაც პატრიარქის ნათლულია და რამდენი კონფლიქტი შეიძლება მე წლების შემდეგ მოგვარდეს ამით რამდენი ადამიანი შეიძლება ერთმანეთს დაუახლოვდეს რამდენი აი ეს სუფრაზორი სადმე შეხვდებიან ერთმანეთს ადამიანები სადმე აი ყველგან წარ ამხელა სიყვარული იქნება და მე ყველაზე მთავარი რაც მოხდება წარმოიდგინე ეს იქნება პატრიარქის 10 წლის შემდეგ იქნება პატრიარქის ნათლობის თაობა. ადამიანები გაიზრდებიან, რომლებიც იქნებიან თანამდებობებზე, თელ ქვეყანაში ესენი იქნებიან. ესენი შეცვლენ და აი ზუსტად აი ჩვენ როცა საუბრობთ რომ საქართველოს გაბრწყინდება, რაღაც გაბრწყინებას რო ლაპარაკობ. აი ეს თაობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააბრწყინებს. ეს ახალგაზრდა ჩვენ ხშირად ჩვენი ახალგაზრდებს რაღაც ისე ველაპარაკებით ხოლმე რომ აი ეს ძალიან ცუდ თაობა. მე ვამბობ რომ აი ჩვენ ყველაზე მაგარი თაობა გვყოს.
აი ყველაზე მაგარი საოცრად ნიჭიერი თაობაა ჯერ აქედან დავიწყოთ რომ აი საოცრად ნიჭიერები არის ჩვენი შვილები და თავისუფლები გახსნილები მოაზროვნეები და ამა ჭირდება სხვანაირი კალაპოჩი ჩასმა და აი ზუსტად ეს რაც პატრიარქმა გააკეთა ის რომ მისი ნათლულები გახდნენ მისი პაპა მარტო ილია მეორის ნათლულები კი არა საქართველოს ეკლესიის წევრობას ისინი ბოლომდე გაიაზრებენ მარტო მოინათლა კი არ იქნება რომ ისინი საქართველოს პატრიარქის ნათლულები არიან ზოგადად დიდი ჯარია წარმოიდგინეთ მათ უკან ამ 40000 ბავშვის უკან დგას ორი დედმამიშვილი მაინც ყველასოდა ზოგს 8 დედმამიშვილი ყავს ზოგს 5 ზოგს 6 ზოგს 7 მშობლები ნათესავები მეგობრები ახლობლები ანუ ეს ნიშნავს იმას რომ აი ის რასაც ჩვენი ქვეყნის შეკრა ქვია რასაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობა ქვია რასაც ერთი აზროვნები და ერთი ფიქრით ყოფნა ქვია აი ამ პატრიარქის ნათლობის მოხდება და პატრიარქმა ეს თავიდანვე გათვალა ეს აი ღვთის ხმით აი ზუსტად ეს ჩადო პატრიარქის ნათლულებში ზუსტად ეს ძალა რომელიც იქნება ეროვნული რომელსაც ექნება ზუსტად ის ღირებულებების და ფასეულობების პატივისცემა ექნება თან ბავშვებს და აი მათ უკვე გონებას ვეღარ შეუცვლია მათ გონებაზე ვერ იმოქმედებენ ისინი იქნებიან ოჯახის პატივისცემლები ისინი იქნებიან ქვეყნის პატივისცემლები და მათ არ დაჭირდება საუბარი იმაზე რომ შენ ქვეყანას პატივი უნდას რომ შენ ძმას დედმამიშვილს ნათესავს მეგობარს პატივი უნდას და ზოგადად ადამიანს უნდა ადამიანის სიყვარული უნდა ქონდეს ამ თაობაში ზუსტად ეს იქნება მე დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერში ღვთისმადლით მამაშალო თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ საზოგადოების გამაერთიანებელი გახდება პატრიარქის ნათლიობა და ასეთი ნიშნები უკვე არის ჩვენ ვხედავთ ბავშვთა გალობელთა გუნდი ნათლულები ჩოხოსნები და ასე შემდეგ და აი პასუხისმგებლობაზეც რომ გვესაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანი არის ადამიანმა გაიაზროს ასევე ოჯახმა რომლის ოჯახშიც არის თქვათ შვილი პატრიარქის ნათლული ეს პასუხისმგებლობა რასაც ქვია ის რომ პატრიარქი არის ბავშვის ნათლია და სიყვარული როგორ უნდა დაუბრუნდოთ ჩვენს უწმინდეს პირველად აი რაც ჩვენ ქართულს როგორი ხასიათი გვაქვს, ჯერ ყველაფერთ ვამაყოთ. და ეს არის ჩვენი რაღაცა სენი, რომ რაღაცა ჩვენ ყველაზე კარგები ვარ, ჩვენ ყველაზე მაგრები ვარ და მით უმეტეს ეს საშიშროება დგას აქაც, რომ აი მე პატრიარქის ნათლული ვარ, მაგრამ პატრიარქის ნათლულობა საკმარისი არ არის, პატრიარქის ნათლული ხარ ან ოჯახში პატრიარქის ნათლული გყავს. ეს ესევე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც თვითონ ნათლობაა დიდი პასუხისმგებლობა და შენ როცა ქრისტეში ინათლები და შენ ქრისტეს მხედარი ხდები და ქრისტეს ჯარისკაცი ხდები, ანუ ეს უკვე დიდი პასუხისმგებლობას გააჩენს შენს აი ღმერთთან ურთიერთობაში, მით უმეტეს, რომ შენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული ხარ და ამხელა პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე, აი დაოჯახეს ბოლომდე გააზრებული უნდა კონდეს და ჩვენ ქონდა ხოლმე შეხვედრები ოჯახებთან, ანუ ეს ხდებოდით ეს უბან ესე დავანაწილეთ ეს და მე თითოეულს ხდებოდით ხოლმე სადაც პატრიარქის ნათლულები იყვნენ და მათთან ქონდა ხოლმე საუბარი და მათ ეუბნებოდით ეს რამეს რომ მარტო შენი შვილი რო ეზიარება ეს საკმარისი არ არის. აი შენ რო აიღე პასუხისმგებლობა და შენ რო პატრიარქს მოანათლინე შენი შვილი შენ ხარ თუ არა ეკლესიური შენ ეზიარები თუ არ ეზიარები ახსარებას აბარებ თუ იმიტომ ის მარტო რა ხა პატრიარქს ნათლული ყავს სახში და მურჩამი მიხედე შენ შულ და პატრონი 64-ში ოჯახზე ხელდება ხო ეს პასუხისმგებლობა ეშმაკი უფრო და აღარ დაგასვენებს უფრო დიდ პრობლემას შექმნის მაგის გამო თუნდაც მაგის გამო პრობლემას ამიტომ უნდა გაიაზროთ მათაც რომ ამხელა პასუხისმგებლობის ქვეშ არიან ისინიც მამაშალო თითქმის აღარ დაგვრჩა დრო მაგრამ ეხა უცებ გამახსენდა და ძალიან მინდა რომ ვკითხოთ მცდარი წარმოდგენა არსებობს ერთგვარი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში შეიძლება ითქვას მათ შორის ეს მსმენია ეკლესიური ადამიანისგანაც რომ აქ არ მინდა შევწდე 7 თუ 9 ნათლული თუ კი ყავს თუ ცხონდები რატომღაც ღია შენთვის სასუფეველის კარი ეს ნახე ხო ჩვენ ბუნებრივია რომ ამით ღიმილით იმიტომ ვამბობ რომ ეს მცდარი შეხედულება რაც რომ მეტი ნათლული ყავს რო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქრისტიანაში და ნათლულობა შენ ნათლები ვერ გადაგარჩენ და შენ ნათლულობა ვერ გადაგარჩენ და ვერც ვერაფერი შენ ცხოვრების წესი გადაგარჩენ საკუთარ თავთან ბრძოლაში გადარჩები ადამიანი და წარემატები ქრისტიანაში შენთან ბრძოლაში სხვანაირად თუ შენ საკუთარ თავზე არ ბრძოლობ და არ იზრდები და ქრისტეს თუ არ შეიყვარებ მთელი არსები და მთელი გული ქრისტიანაში ვერ დაწინაურდები ძალიან დიდი მადლობა მამაშალა დაგვოცეთ შევახსენოთ მაყურებელს რომ სტუდიაში საუბრობდა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შავა კეკელია 9 საათი მოახლოვდა და ერთგულმა ტელემაყურებლებმა იცით რომ ერთად უნდა მოვისმინოთ ახლა 7 თვის ლოცვა გადაცემის შემდგომ ნაწილში ძალიან საინტერესო თემებით სტუმრებთან ერთად განვაგრძობთ ეთერს ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად Give
ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემივანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. Svido
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვიერთდა და გვიყურებთ, გრძელდება დილის გადაცემა განთიადი. შეგახსენებთ, რომ დღეს 27 მარტს არის თეატრის საერთაშორისო დღე. მე მინდა კიდევ ერთხელ ყველა თეატრალს, თეატრის მოყვარულს მიულოცო ეს დღე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქუთაისის თეატრის საერთაშორისო წარმატებაზე, კერძოდ ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალზე. შემოგვიერთდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი კოტე აბაშიძე. მოგესალმებით ბატონო კოტე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. და ვიდრე ჩვენ ვისაუბრებთ ქუთაისის საერთაშორისო წარმატებაზე, ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გავახმოვანოთ. გუშინ 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი, თეატრისა და კინოს დამსახურებული მოღვაწე ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი და ჩვენ ვიზიარებთ, რა თქმა უნდა, ოჯახის მწუხარებას, უსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, თეატრალურ საზოგადოებას. ეს არის ნამდვილად დიდი დანაკლისი ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის. ბატონო კოტე, მინდა გთხოვოთ ბატონი ნოდარი გაიხსენოთ რამდენიმე სიტყვით და შემდეგ უკვე გადავიდეთ ჩვენს თემაზე. მოგესალმებით, გალბატონებო და ბატონებო, მე ვესალმები უპირველეს ყოვლისა ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და სამწუხაროა, რომ დღევანდელი დილა სამძიმარით უნდა დავიწყოთ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ეს არის უდიდესი დანაკლისი, არა მარტო ოჯახისთვის, დიდი თეატრალური ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვის და სრულიად ქართულ სახელმწიფოს მინდა მიუსამძიმრო 87 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან დავიდა დიდი ქართველი არტისტი ბატონი ნოდარ გალობლიშვილი. ის განსაკუთრებულ პლეადაში ქართველი არტისტების იმ დიდ თაობაში, რომლის შემოქმედებაზე ჩვენ გავიზარდეთ, მას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ძალიან ნიჭიერი, ძალიან კულტურული, ინტელიგენტი არტისტი, გამორჩეული არტისტი, არამედ იყო კიდე ძალიან დიდი პიროვნება, რაც სამწუხაროდ მთელ რიგ შემთხვევაში თანხმედრი არ არის. დაგვამახსოვრა ნამდვილად თავისი ძალიან პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით, რამდენჯერმე, მათ შორის ჩვენ გვახსოვს, რომ არ აიღო პრეზიდენტებისგან, ასე ვთქვათ, პრემიები, ჯილდოებზე თქვა უარი რამდენჯერმე. ამაშია საქმე. იმიტომ რომ იმ პრინციპებით ცხოვრება, რომელთაც ცხოვრობდა ბატონი ნოდარი ძალიან რთულია. შეიძლება იცოდე რომელი გზა არის სწორი, მაგრამ იმ გზით ვერ იარო, ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ გააქვს შინაგანი ძალა, რომ მართალი გზით იარო, ბატონი ნოდარი საბედნიეროდ გამონაკლისი იყო და ეს იყო ზნეობრივი მაგალითი. მოგესალმებით, თეატრალური სამყარო არის ძალიან რთული და ძალიან ძნელია შემოქმედის ცხოვრება და მით უფრო მეტად ძნელია ამ შემოქმედებითი ცხოვრების დროს, თან კიდე როდესაც უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა ერთვის ყველაფერ ამას, მოგეხსენებათ რა რთულ დროში ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ, შეინარჩუნო ის მაღალი ზნეობრივი კრიტერიუმები და ფასეულობები და ბატონი ნოდარი საბედნიეროდ იყო ამის ძალიან ნათელი მაგალითი და მე იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ზნეობრივ მაგალითზე გაიზრდებიან თაობები. ჩვენთან აღარ არის დიდი ქართველი არტისტი ნოდარ გალობლიშვილი. თუმცა დარჩა მისი საქმე. რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ თეატრალური ხელოვნება ეფემერულია და რასაც ბატონი ნოდარი ქმნიდა, ასე ვთქვათ, სცენაზე ის იმ წუთში იბადებოდა და იმ დღეს თავდებოდა. დარჩა კინემატოგრაფი, მაგრამ დარჩა ყველაზე მთავარი ზუსტად აი ეს შემოქმედებითი და ცხოვრებისეული პოზიციების და პრინციპების თანხმდება. ფეილურაცხების თამა ძალიან მასშტაბური კლება მოახდინა პირადად ჩემზე. არა მარტო. რასაკვირველია ეს არტისტია, რომელმაც თაობები გაზარდა, მე გულისხმობ თაობის იმ ნაწილს, რომელსაც უნდა რომ გაიზარდოს. და უყვარს თეატრი. რაც შეეხება ჩვენი საუბრის თემას, ბატონო კოტე, ძალიან დიდი წარმატება გქონდათ ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალზე. პირველ რიგში ალბათ საინტერესოა რომ გვესაუბროთ ფესტივალის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფესტივალი ტარდება მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქში. აი კონკრეტულად ბელგრადის ფესტივალი რითი არის გამორჩეული? რა არის ამ ფესტივალის ნიშა და როგორ მოხვდით იქ საინტერესოა? ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის. და აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მსოფლიოში უამრავი თეატრალური ფესტივალი იმართება და ყველას თავისი ნიშა, სტილი და ესთეტიკა აქვს და ისინი ხშირ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბელგრადის ფესტივალის თავისებურება, მისი ფასი, ასე ვთქვათ და მისი ადგილი იმ შემოქმედებით
გარემოს შექმნაში შექმნით განისაზღვრება, რომელიც ამ ფესტივალზე სუფევს. მე ხარ რამოდენიმეჯერ ლაღვნიშნე, რაც ჩამოვედით ინტერვიუში, რომ არსებობს ფესტივალი საგიჟეთი, ასე ვთქვათ, და არსებობს წყნარი 7 აკადემიური ფესტივალი. საგიჟეთი, როდესაც ალბათ დღეში რამდენიმე სპექტაკლი და რეკლამით და პიარით აჭრელებული და ჭყეტელა არ არის ეს ცუდი და ყველაფერი ეს თეატრალური ხელოვნების პროპაგანდას ემსახურება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს აკადემიური შემოქმედებითი ფესტივალები, რომლებიც არანაკლებ ხმაურს იწვევს. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალებს ბრძანდებით, საბოლოო ჯამში მისი რეზონანსი ბევრად უფრო მაღალია და ფასეულია. ბელგრადის საერთაშორისო ფესტივალი ასეთ ფესტივალებს მიეკუთვნება, ასეთ ფესტივალებს მიეკუთვნება. მთელი წლის განმავლობაში მიდის სპექტაკლების შერჩევა, ახლობით 300 სპექტაკლიდან საბოლოო ჯამში საფესტივალო ბადეში ხვდება 7 და ამას თან ემატება რამოდენიმე, ვთქვათ, მასპინძლის სტატუსით თამაშების სპექტაკლი, მაგრამ სტუმარი არის 7, ნუ ბუკლეტშიც ეს ყველაფერი არის დაბეჭდილი და აღბეჭდილი. უკვე წარმატებაა, მე ვფიქრობ, ბატონო კოტე, რომ 7-ში რასაკვირველია, კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ბელგრადის კადრები გვაქვს ახლა ჩვენ ეთერში და რამდენად თეატრალური ქალაქია საერთოდ, ანუ მაყურებელზე რას გვეტყვი? ბელგრადი არის ძალიან კარგი ევროპული თეატრალური ქალაქი. აქ მეორე თეატრალური ქალაქიც არის ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, ეს არის სარაევო და სარაევოს საერთაშორისო ფესტივალი, ასევე თეატრალური. ნუ სარაევოს ევროპის იერუსალიმს ეძახიან. ბელგრადი არის მართლმადიდებელი 83% მოსახლეობის დომინანტი რელიგია. დომინანტი რელიგია, მართლმადიდებელი რელიგია და ნუ აქედან გამომდინარე ძალიან სტუმართმოყვარე, ძალიან კეთილად განწყობილი და ძალიან წყნარი კულტურული ადამიანები ცხოვრობენ, ასე ვთქვათ, და ამას იმ წუთში გრძნობ. მართლმადიდებლები რომ არიან, ამიტომაც ალბათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ქართულ სულს, შეიძლება და მოეწონათ. სპექტაკლის ახლა რა გითხრათ, ახლა რელიგიური ნიშნით თუ მოხდა ეს, ხო, ნუ ჩვენთვის იყო სასიამოვნო, მაგრამ თავისთავად ფესტივალი აბსოლუტურად სხვა კრიტერიუმებით იკვრება და ატარებენ და იქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ის ნერვიული და დაძაბული ფონი, რომელიც ფესტივალებს ახლავს თან, როდესაც არის კონკურსი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი, ქალი, კაცი და ასე. თავისებური მღელვარება მოყავს, მაგრამ ის ნერვიულ ფონს ქმნის, ილანძღება ყველა და ნუ არავის არაფერი არ მოწონს და ძალიან აგრესიული აურა არის ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს ახლა ურთიერთობაში არ იგრძნობა, იქ ახლა ინტელიგენტური კოლეგიალური ურთიერთობა, მაგრამ ასე რა თქმა უნდა, კულისებში ეს ყველაფერი ხდება. არაფერი მსგავსი ბელგრადში არ ხდება. ყავთ მოწვეული ძალიან სერიოზული სპეციალისტები მსოფლიოდან, ექსპერტები, ანუ ეს არის ჟიური ექსპერტი და ფესტივალის დამთავრების შემდეგ აჯამებენ და აანალიზებენ ფესტივალს და შესაბამისად აფასებენ თითოეულ სპექტაკლს, რაც ძალიან მშვიდ, აკადემიურ და პროფესიულ ატმოსფეროს ქმნის და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოვხვდით ამ ფესტივალის ბადეში. მე გუშინაც აღვნიშნე, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს ცალსახად გითხრეს, რომ ქუთაისის თეატრს ნებისმიერ დროს შეუძლია წარადგინოს სპექტაკლი ბელგრადის ფესტივალზე და ნუ მას აღარ ჭირდება, ასე ვთქვათ, კონკურსის გავლა. კარგია. ბატონ კოტე, საინტერესოა რა სპექტაკლი იქნა ნაჩვენები, რომელი სპექტაკლით გადაწყვიტეთ ფესტივალში მონაწილეობის მიღება? იცით რა შეა საქმე, ფესტივალში რომელი სპექტაკლი მიიღებს მონაწილეობას, ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში თეატრზე არ არის დამოკიდებული. ანუ არჩევს, რა თქმა უნდა, თეატრი წარადგენს, ნუ ჯერ ერთი არის განსაზღვრული რაოდენობა ადამიანების, ასე ვთქვათ, გეუნებიან დაუშვათ 14 კაციანი დელეგაცია თავის ტექნიკური პერსონალიანად. გინდა არ გინდა კამერული სპექტაკლი უნდა წარადგინო
და შემდეგ უკვე იმ რესურსიდან რომელიც გაგაჩნია, ასე ვთქვათ, ფესტივალის ორგანიზატორები, რომელიმეს მიმართ იჩენენ ინტერესს. და ასეთი აღმოჩნდა თქვენი სპექტაკლი დუპლეტი, რომელთაც დაიხურა ფესტივალი. კი ბატონო, გქონდა ეს პატივი, ხვდაწილად, რომ ჩვენმა სპექტაკლმა დახურა ფესტივალი და მაგრამ ამ სპექტაკლისადმი ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი ავტორები განსაზღვრავენ. ერთი სპექტაკლის სინამდვილეში არის გაერთიანებული ორი პიესა, ვაცლავ ხაველის აუდიენცია და ხარულ პინტერის წასვლამდე. ეს თავისთავად უკვე ძალიან კარგი ინტრიგაა ნებისმიერი ფესტივალისთვის და ნებისმიერი გასტროლისთვის. მოგახსენებათ, ახლა ვაცლავ ხაველი არის ლეგენდა და თავისუფლების სიმბოლო, ხარულ პინტერი არის ნობელის პრემიის ლაურეატი. და თავისთავად აი ეს ერთი სპექტაკლი სინამდვილეში ორი პიესის მოხვედრა, რომელთაც არაფერი აქვს სიუჟეტურად ერთმანეთთან საერთო, ნუ უკვე რაღაცა გარკვეულ ინტრიგას აჩენს თავის დროზე. მე მქონდა ვაცლავ ხაველთან ურთიერთობის და შემოქმედებითი მეგობრობის პატივი, როგორც რეჟისორს და როგორც დრამატურგს და ის ძალიან გააკვირვებული იყო და ძალიან აბსოლუტურად ობიექტურად აფასებდა სიტუაციას და ამბობდა, რომ მისთვის, როგორც დრამატურგისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატთან ერთად მოხვედრა მისი პიესის ერთ სპექტაკლში ძალიან დიდი პატივიაო და ეს აბსოლუტური სიმართლეა, ასე ვთქვათ, და ის ობიექტურად აფასებდა თავის, ასე ვთქვათ, დრამატურგიულ მოღვაწეობას. და სულად სარკეკლუცობდა ეს მის ხასიათში და ძალიან კომპლექტური, ძალიან არაკონფლიქტური იყო. ეხლა დრამატურგი ჩვენ ხუმრობთ ხოლმე ხანდახან, რომ ყველაზე კარგი დრამატურგი გარდაცვლილი დრამატურგია, ასე ვთქვათ რა. ანუ ცოცხლად არ აფასებენ? არა, პირიქით ძალიან ვაფასებ, ძალიან დიდ პატივს ვსევთ მაჩრომას, მაგრამ ეხლა როდესაც დრამატურგი ცოცხალია, მასთან ურთიერთობა კიდე რაღაცა გარკვეულ სირთულეებს აჩენს. ნუ ასე რა თქმა უნდა ხუმრობით და ხაველი ნამდვილად არ მეიკუთვნებოდა პრობლემური ცოცხალი დრამატურგების რიცხვს და ნუ ძალიან კარგად იცოდა, რომ პიესა არის ერთი შემოქმედებითი, ასე ვთქვათ, მატერია და შემდეგ როდესაც ამ შემოქმედებით მატერიაზე დაყრდნობით იქნება სპექტაკლი, ნუ ის უამრავ მეტამორფოზას გადის რეჟისორის, მხატვრის და რაც საკვირველია მსახიობების ხელში. და ეხლა იმითაც არის, ვთქვათ, კიდე რა განაპირობებს ამ სპექტაკლის მიმართ ინტერესს, რომ სამი არტისტი თამაშობს ორ როლს. ორივე პიესაში თამაშობს სამი არტისტი და ერთი სპექტაკლის სინამდვილეში ისინი ურთულეს ფსიქოდრამატულ მასალაზე ახორციელებენ და თამაშობენ ორ როლს და ესეც თავისთავად ძალიან ისეთ აქტიურ ინტერესს აჩენს სპექტაკლის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული და სამსახიობო ხელოვნების თვალსაზრისით ამაზე უფრო რთული ამ პროფესიაში არაფერი არ არის. საინტერესო, მე მომინდა ქუთაისში ჩამოსვლა. მოგბრძანდით და 5 კვადრატულ მეტრზე, ასე ვთქვათ, თამაშდება სპექტაკლი, კამერული თეატრის ჟანრია და რამპაზე გამოტანილი თავიდან ბოლომდე, ხა მცირე ზენა ისედაც თავისთავად რამპაა და ურთულეს ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და შემოქმედებით დატვირთვას უძლებენ არტისტები და როდესაც ამ სპექტაკლს აკეთებენ, რას საკვირველია პირველ რიგში მის უდიდებულესობა არტისტზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ რასაც მესხიშვილის თეატრის არტისტები აკეთებენ ამ სპექტაკლის სინამდვილეში, ეს არის უმაღლესი თამასა სამსახიობო ოსტატობის. მადლობთ, აი ესეთი ფესტივალების დროს იგეგმება ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, სამომავლოდ კიდევ გასტროლი, გასვლები და ასე შემდეგ. აი რამე ხომ არ დაიგეგმა მსგავსი, თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმები გააფორმეთ, როგორც ვიცით და ამაზეც რომ გითხრათ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. კი ბატონო, ფესტივალის განმავლობაში ხდება მოლაპარაკება, საწყისი ეტაპი, ასე ვთქვათ, გაცნობა და შემდეგ ყველაფერი ეს მთელი წლის განმავლობაში მუშავდება. არც ეს ფესტივალი იყო გამონაკლისი, ძალიან კარგი თეატროდნე ქალბატონი ნინა მაზერი, ეს არის კიცისის სკოლა და ის პროფესიონალი თეატროდნეა და მერე დაიწყო უკვე როგორც პროდიუსერმა მოღვაწეობა 4 ფესტივალს აკონტროლებს გერმანიის
უკრაინის სივრცეში და ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები დავიწყეთ მასთან და კიდე იყო რამოდენიმე შემოთავაზება ასე ვთქვათ ესეც პროექტის სახით და ვნახოთ ახლა რა და როგორ განვითარდება ასე ვთქვათ მოვლენები. იმედი გვაქვს რომ ყველაფერი კარგად განვითარდება, კიდევ ერთხელ მთელი გულით ვიზიარებთ თქვენ სიხარულს და ამ წარმატებას გილოცავთ. კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ და მე მოუწოდებდი ტელემაყურებელს, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ეს სპექტაკლი. თბილისში ხომ ჩამოიტანთ სპექტაკლი? ქუთაისში ორჯერ იყო სპექტაკლი, ორჯერ საერთაშორისო ფესტივალზე და ნუ ახლა არც მესამე გასტროლის მოწყობა ართული, მაგრამ ნუ ახლა იმდენად დიდია ისე მოხდა, რომ საერთაშორისო ურთიერთობის თვალსაზრისით ძალიან გავაქტიურდით და ძალიან ბევრი გასტროლი გვაქვს წინ და ძალიან კარგი. თუმცა მე ვიტყოდი, კარგია ისიც, რომ დედაქალაქს სტუმრობს ესა თუ ის თეატრი, მაგრამ ასევე თავისებური ხიბლი აქვს პირადი გამოცდილებით შემიძლია თქვა, როცა თავად გადიხარ მეგობრებთან ერთად ქალაქ გარეთ, ამა თუ იმ რეგიონში და ესწრების სპექტაკლს. ასე ჯობია გიორგი ბატონო და ასე რომ ქუთაისში გელოდებით ამ სპექტაკლზე. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, შევახსენებთ მაყურებელს, რომ გადაცემის სტუმარი იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ბატონი კოტე აბაშიძე. გრძელდება. დიდი მადლობა თქვენ. გრძელდება გადაცემა, საინტერესო სიუჟეტი უნდა ვნახოთ, თუმცა მანამდე მინდა ჩემს კოლეგას და მეგობარს ვკითხო, გიზიდას თუ არა ცხენები? არა, ცხენები ძალიან მიზიდავს, თუმცა არასდროს მიჯირით. არასდროს გიჯირით. რატომ გეშინია? ნუ არ მიცდია მათ არ იკითხე ხალ. შიში ალბათ არა მაქვს, მაგრამ რატომღაც არ მომიდოვებია. თუმცა ამბობენ რომ ეგრეთ წოდებულ იპოთერაპიას ძალიან დადებითი შედეგები მოაქვს, ეს ეხება ცხენებით ერთგვარ მკურნალობას. ამის შესახებ ჩვენმა კოლეგამ ჟურნალისტმა ნინო თოთიაურმა მოამზადა სიუჟეტი, რომელსაც ახლა ერთად ვნახავთ. სამკურნალო ცხენოსნობა საფუძველი მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დანიაში ჩაეყარა. საქართველოში კი იპოთერაპია, იგივე ცხენოსნობით მკურნალობა 1980-იან წლებში აკადემიკოს დიმიტრი წვერავას ინიციატივით დაფუძნდა. აღსანიშნავია, რომ მედიცინის ფუძემდებლები, როგორებიც არიან ჰიპოკრატე და ავიცენა, იმ დროში უკვე იყენებდნენ ცხენს, როგორც სამკურნალო ობიექტს. ჰიპოკრატე იმასაც კი ამბობდა, რომ ადამიანი ცხენზე უკეთ იკურნება, ვიდრე საწოლში. ცხენოსნობა ოდითგანვე და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტად ითვლებოდა. ცხენი იმის გარდა, რომ ძალიან ამტანია, მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. იპოთერაპია წარმატებით გამოიყენება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა მკურნალობისთვის. სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, ის ფსიქოლოგიური კორექციის და სოციალური ადაპტაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ცხენზე ჯდომის პოზა მნიშვნელოვან სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს. ცხენის მოძრაობა კი მხედრის კუნთებზე, ხერხემალსა და მენჯებზე მოქმედებს. იპოთერაპიის ეფექტს ცხენის სხეულის ტემპერატურული რეჟიმიც აძლიერებს. ცხენის ტემპერატურა მოსვენებელ მდგომარეობაში ან ელისვლის დროს 1 გრადუსით მეტია ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე, ხოლო დიდი ფიზიკური დატვირთვისას 40 გრადუსზე და მეტზეც ადის. ეს შესაძლოა მხედრის კუნთების განტვირთვას უწყობდეს ხელს. სწორედ ამიტომ ცხენოსნობა მიზანშეწონილია სქოლიოზის და ძვალსახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში. ურთიერთობა ცხენებთან, ცხენით ჯირითი და ზოგადად ცხენოსნობა სწორედ ჰიპოთერაპიას განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევდნენ და ცხენებთან ურთიერთობაც ქართველებისთვის ახალი არ არის. იპოთერაპია ასევე მოტორულ და ფსიქოგენური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე უნიკალური საშუალებაა ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტთათვისაც. მოგეხსენებათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია დღემდე გამოწვევად რჩება, როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მედიცინისთვის. ფიზიკურ მდგომარეობასა და ასევე პაციენტის თვითშებასების ამაღლებაზე ზრუნვა, საკუთარი ძალებისა და რწმენის გაჩენა, სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელი პირობაა. ცხენოსნობა ამ მიმართულებით კარგ შედეგს იძლევა და პაციენტისთვისაც სასიამოვნო და სახალისოა.
იპოთერაპია მხოლოდ ცხენზე ჯდომა არ არის. მნიშვნელოვანი მათთან კონტაქტია. კვირაში რამდენჯერმე ცხენთან კონტაქტი საგრძნობლად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. გრძელდება გადაცემა და ძალიან საინტერესო თემით განვაგრძობთ ეთერს მოწვეულ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ქალბატონი მარიამ სისაური. მოგესალმებით, მადლობა რომ გვესტუმრეთ. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. პირიქით. როცა მივესალმეთ მაყურებელს დავაანონსეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი შეხვედრის მიზეზი. ჩვენ დავისაუბროთ, როგორ ავირიდოთ სტრესის მავნე ზემოქმედება და გადავახციოთ ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გამოცდილებად ეს ყველაფერი. სტრესი, ქალბატონ მარიამ, მით უმეტეს პრაქტიკოსი ექიმი ბრძანდებით, ბოლო დროს ყველა რაღაცა უხერხულობას, ყველა მოწყენილობას თუ მოგუშულობას სტრესს უწოდებს თანამედროვე ადამიანი და მეტიც დეპრესიაში ვარ, ხშირად გაიგებთ. ამ ყველაფერზე გვაქვს დრო რომ ვისაუბროთ დაწვრილებით, თუმცა მანამდე მოდით ვთქვათ, რა არის სტრესი? რას უნდა მივიჩნევდეთ სტრესად და შემდეგ ვისაუბროთ იმ როგორ უნდა გადავაქციოთ ეს ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო მოვლენად. დიახ, უპირველეს ყოვლისა, სტრესი თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ასპექტებით თავდაპირველად შეისწავლა კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანსელიემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანის ორგანიზმი გარე სამყაროს ცვლილებებსა და პროცესებზე გარკვეული რეაქციით ეხმაურება, ასე ვთქვათ, პასუხობს, დიახ. ასე ვთქვათ, ეს არის ნებისმიერ გარე გამღიზიანებელზე ადამიანის ორგანიზმის რეაქცია. სტრესი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რამ და ძალიან ბევრი ფაქტორისგან გამოწვეული. ჩვენ ასე ვერ განვსაზღვრავთ ზუსტად რა შეიძლება იყოს სტრესორი, რადგანაც ერთისთვის შეიძლება იყოს სტრესორი, მეორისთვის იყოს რაღაცა ენერგიის მიმცემი, мотиваციის წყარო და რაღაც ახალი შესაძლებლობა უბრალოდ. თუმცა არსებობს სტრეს ფაქტორთა ჯგუფი, რომელშიც შეგვიძლია განვაზოგადოთ ისეთი მოვლენები, მაგალითად, როგორიც შეიძლება იყოს, ვთქვათ, უბედური შემთხვევები, ავარიები, ხანძრი და ასე შემდეგ, ასევე საბრძოლო ხელოვნება, ისეთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, რომელიც გარკვეულ რისკ ფაქტორებთან არის დაკავშირებული და ასე შემდეგ. აი, სიტყვა შეიძლება იყოს სტრესის მიზეზი. აი, მაგალითად, შენიშვნა, რომელიც მოგცეს დილით, სიტყვაზე ვამბობ, შესაძლებელია გახდეს ჩემი მთელი დღის განწყობის მოტივატორი. ან უარყოფითად, ან დადებითად. ჩემთვის მუსიკა არის ხოლმე ელისაბედ, რადგან მე სამოქალაქო ტრანსპორტით ვმგზავრობ, ხშირად მცხოვრები გვასმენინებენ, მე ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი ძალადობა. ისეთ უგემოვნო მუსიკას, რომელსაც ჩემთვის განუსაზღვრავს მთელი დღის განწყობა. ანუ რამე გითხოთ, დადებითი მხარე თუ აქვს სტრესს? გადამიშა რომ უარყოფითი მხარე აქვს, დადებითი მხარე თუ აქვს და საინტერესოა ასევე ჩვენი მზადყოფნა სტრესის მიმართ, ფსიქოლოგიური განწყობა, რამდენად განაპირობებს იმას სტრესი ჩვენზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფითად? ან საერთოდ იმოქმედებს თუ არა? დიახ, ფსიქოლოგიურ განწყობას შევეხები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმასთან დაკავშირებითაც თუ როგორ გავუმკლავდეთ სტრესს, რადგანაც განწყობა ფორმირდება გარკვეული გამოცდილების შედეგად, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენს წარსულ გამოცდილებას უკავშირდება, რადგანაც შეგვიძლია უკვე დღეს ვთქვათ, რომ ის არის განწყობის სახით ჩამოყალიბებული და ძალიან ხშირად და ყველაზე გავრცელებული, რაც არის სტრესის მაპროვოცირებელი, არის ადამიანის ფუნქციონირება წარსულსა და მომავალში. როდესაც გარკვეული უსიამოვნო გამოცდილება, ან რაღაცა წარსულში განცდილი შეცდომები ხდება შიშის ფაქტორი, რომ ეს ყველაფერი განმეორდება მომავალშიც. ან უბრალოდ ამძიმებს, ხო? ეს შეიძლება განაახლოს, ასე ვთქვათ, ეს განწყობა ყველას განგვიცდია ალბათ ფერმა, ვთქვათ, სუნმა, განახლება, დიახ. ხო, ანუ აწყვეში იყოს მაპროვოცირებელი, დიახ, რაც ასე ვთქვათ, ხელის შემწყობი ფაქტორი იქნება მისი გაღვივებისთვის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამავდროულად არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი რეალობასთან
კავშირს და კონტაქტს კარგავს და სწორედ ეს ხდება მაპროვოცირებელი. გულისხმობ იმას, რომ რაღაცა უსიამოვნო შემთხვევა მან განიცადა წარსულში და მომავალსაც უკავშირებს, რომ შეიძლება იგივე განმეორდეს. ანუ ეს შეიძლება იყოს სრულად ამაო შიშები. რასაკვირველია ეს არის ამაო შიში, რადგანაც აწმოსთან და რეალობასთან კონტაქტი დაკარგულია და გეშტალტ თერაპევტი და გეშტალტ თერაპიული მიდგომები სწორედ ამაში ეხმარება. ამჟამად ყოფნაზე ორიენტირებული, რომ რეალობასთან შეხებაში იყო და როდესაც ადამიანი რეალობასთან არის კონტაქტში და საკუთარ ემოციურ, ასე ვთქვათ, სხეულებრივ შეგრძნებებთან, ეს რასაკვირველია. სწორედ ობიექტური რეალობიდან მომდინარეობს არაერთი სტრესი, არაერთი სახის და ასე შემდეგ. აი იმ სტრესს, რომელიც არის გარდაუვალი დღის განმავლობაში. დავიწყოთ იქიდან, რომ ქაოტური მშენებლობა შეიძლება იყოს გამომწვევი სტრესის, უჰაერობა, რომელიც არის ჩვენს ქალაქში, ეკოლოგიური მდგომარეობა, უამრავი ობიექტური ფაქტორი, რაც ჩვენზე მოქმედებს. რომ აღარაფერი ვთქვათ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე, რაც ასევე შეიძლება იყოს სტრესის წყარო. როგორ დავიცვათ თავი სტრესის მავნე ზემოქმედებისგან ამ შემთხვევაში? უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა. რაც გულისხმობს? რაც გულისხმობს? გულისხმობს პასუხისმგებლობას მესთან მიმართებაში, ჩემს ემოციურ შეგრძნებებთან მიმართებაში, მესა და გარემოსთან კონტაქტში მიმართებაში და იმ საზღვრებთან მიმართებაში, რომელიც არის მესა და შენ ურთიერთობებში. ასევე ის რომ ბუნებრივია არსებობს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობებს ბუნებრივია არის ისეთი სტრეს ფაქტორები რომლებთან გამოკლავებაც ძალიან რთულია და ამის არაღიარება უბრალოდ შეუძლებელია თუმცა ასე ვთქვათ როგორ დავიცვათ ამისგან თავი ეს არის მაინც პირადი პასუხისმგებლობის საკითხი რომ მე გავაკეთო ის რისი გაკეთებაც მე შემიძლია ამ სიტუაციაში როგორ შემიძლია მოვერგო არსებულ სიტუაციას რა წვლილი შემიძლია მე შევიტანო გაუმჯობესებაში და ამავდროულად ვიქონიო შეხება ჩემს თავთან, არ დავკარგო ჩემი თავი. დიახ. აი თუმცა როცა თავის დაკარგვაზე ვსაუბრობთ, მარიამ, აი ძალიან რთული არის ხოლმე გარემო რომელშიდაც შეიძლება ჩვენ გვიწევდეს ცხოვრება. იგივე თქვა ავიღოთ აი სამსახურეობრივი სივრცე, ხო? ხშირად აქვთ ადამიანებს თავისი პრინციპი, იციან რა არის სწორი, მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო. ეს შეიძლება ეხებოდეს შიშს, იგივე ვთქვათ თანამშრომელთან ან მიზემდგომთან ურთიერთობის გაფუჭების შიშს, ან სამსახურის დაკარგვის შიშს, ხშირად ადამიანები მუდმივად კომპრომისზე მიდიან და საბოლოო ჯამში ეს იწვევს სტრესს, იმიტომ რომ არის რაღაცა, რაც შინაგანად ეწინააღმდეგება მოცემულობას, მაგრამ შენ ვიმეორებ, ბევრი შიშის ფაქტორის გამო შენ შეიძლება მუდმივად ასეთ კომპრომისულ ვითარებაში ცხოვრობდე, რაც საბოლოო ჯამში ტანჯავს ადამიანს. აი აქ რა სიტყვით, რა ჯობია ხოლმე ხშირად, რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ამის გამო შეიძლება იტანჯებოდნენ და შეიძლება ჩვენს ასეთი ძალიან ბევრია. მუდმივი დათმობა, რისი მომტანია? დათმობა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რადგან ის რასაც ვგრძნობ მეორე ადამიანის მიმართ, იქნება ეს გაღიზიანება, უკმაყოფილება, წყენა, აუცილებელია ჩვენი ემოციების გადამოწმებაც, რადგან ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ემოცია, მაგალითად ამგვარი, რომ მე ვფიქრობ, რომ თქვენ ჩემზე რაღაცას ამბობთ, ან მე მგონია, რომ თქვენ სხვანაირად მიყურებთ და რაღაც ცუდი წარმოდგენა გექნებათ ჩემზე. არა მხოლოდ ეჭვიანობა, ძალიან ხშირად ადამიანები ესეთ ფანტაზიის რეალობაში აგებენ თავიანთ განწყობებს და აფუჭებენ ურთიერთობებს. აუცილებელია გადამოწმდეს ჩვენი განწყობა სხვა ადამიანების მიმართ და ასევე გამოვხატოთ დროულად ჩვენი ემოციები, რადგან დროულად თუ კი არ გამოვხატოთ ჩვენს ემოციებს და იმას, რასაც აქ და ამჟამად ვგრძნობთ. ჩაიდებ და ბოლოს უკაცრავდა გაიბერე. ეს სტრესის გამომწვევი ფაქტორია. და ყველაფერი გააფუჭო. ყველაფერი გაფუჭდეს და გარდა ამისა, არის საშიშროებას, რომ აი ამ დაგროვების პროცესშიც ადამიანს დაავიწყეთ ეს თავისი ემოციები უბრალოდ და მათი არსებობა. მექანიკურ ქმედებებზე გადავიდეს. რაც არსად არ წასულა შენ
ჯიშია უბრალოდ რეალურად არსად არ მიდის, ეს არის ჩვენი დაგროვებული. მარიამ, აი ეს ხაზი მინდა რომ გავაგრძელოთ ისე, მაგალითად გვარ გაბრაზებული ადამიანზე, მაგრამ არ მინდა რომ ამის შესახებ მას ვესაუბრო. ხო არის ასეთი შემთხვევა, რომ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ერიდები, იცი ვთქვათ, ხასიათი შენი შეიძლება აფექტური ხარ, ისეთი რაღაც უთხრა, რამაც შეიძლება გული ატკინოს და ამიტომ თავს იკავებ. ასეთ შემთხვევაში მე მომისმენია და წამიკითხავს კიდეც რომ კარგია თუ დაწერ რასაც გრძნობ, რაც გინდა რომ უთხრა ადამიანს, ყველაფერს, აი რასაც სარკეში ეტყოდი მაგალითად, ხო? ყველაფერი დაწერო, შემდეგ ეს დახიო. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, დიახ, მიმესალმები ამგვარ მოქმედებას, რადგანაც ესეც გარკვეულწილად არის ემოციებისგან დაცლის საშუალება. თავარი არის ის, რომ ჩვენს თავთან ვაღიაროთ, ჩვენს თავთან მოვახდინოთ სახელდება იმ ყველაფრის, რასაც გრძნობთ, იქნება ეს გაღიზიანება, უსიამოვნო ემოცია თუ სასიამოვნო, რადგანაც ძალიან ხშირად ვაწყდებით ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში ისეთ პრობლემებს, როდესაც ადამიანი შეიძლება ძალიან ცუდ გუნება განწყობილებაზე იყოს, მაგრამ ამის სახელდებას ვერ ახდენს. რო ვეკითხებით, რა არის ის, რასაც გრძნობ, რა გამომწვევი მიზეზებია, რადგანაც თუ კი სტრესებს საუბრობთ, აუცილებელია დავადგინოთ, ხომ, ბუნებრივია მისი გამომწვევი მიზეზებით. თუმცა ისინი ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენენ ამის სახელდებას, რადგანაც კონტაქტი ისევ და ისევ აღნიშნავ, რომ დაკარგულია საკუთარ თავთან და ემოციურ, სხეულებრივ შეგრძნებებთან. საკუთარ თავთან კონტაქტი. როგორ ვიპოვოთ დავიბრუნოთ საკუთარი თავი? არის რაღაც ილუზიებში ალბათ, ხო და გაუსწოროთ თვალი დიახ, არსებობს სხვადასხვა ტექნიკა და სავარჯიშო თუ როგორ ვიყოთ აქ და ამჟამად. ძალიან გვასწავლოთ. პირდაპირეთში რამდენად არის ეს შესაძლებელი? დიახ, ძალიან არის მაგალითად დამხმარე საშუალება სუნთქვითი ვარჯიშები, რადგანაც როდესაც მივდივართ ფანტაზიის რეალობაში, ხშირ შემთხვევაში სუნთქვა არის სწორედ ის საშუალება, რომელიც გვაბრუნებს რეალობასთან კონტაქტში. ეს არის ჩასუნთქვა და დიაფრაგმამდე ჩავიდეს. როგორც შეძლებთ, დიახ. კი, აი სხვა შორის, როდესაც ჩემი კოლეგა რამდენიმე შეკითხვას ერთდროულად swams ხოლმე და მე აღარ მეძლევა საშუალება, კადრში არ ვარ ამ დროს, მაგრამ მე ღრმად ჩავისუნთქავ ხოლმე. ეს კარგია, ხო? თქვენი კრეატიული მორგება გაქვთ ამასთან დაკავშირებით, როგორ გავუმკლავდეთ? ანუ შედევ რა შეიძლება? დიახ, ძალიან კარგი საშუალება. დიახ, ამავდროულად სუნთქვის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ უბრალოდ დავაკვირდეთ საკუთარ თავს. აი რას შევიგრძნობთ? შეიძლება ძალიან ელემენტარული საკითხებით გადავამოწმოთ ჩვენი შეგრძნებები. მაგათად რა მინდა მე ვკითხოთ საკუთარ თავს. რატომ ვარ აქ სიტყვაზე ესეც შეიძლება ხშირად. თუნდაც დიალოგი საკუთარ თავთან არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის რომ ჩვენი თავი უკეთ შევიცნოთ, ხომ? მაგალითად, როდესაც რაღაცას ვირჩევ და არჩევანს ვაკეთებ, არ იყოს ეს მექანიკური არჩევანი, გადავამოწმოთ ამ მართლაც რომელი მინდა ამ ორიდან და ძალიან ხშირად მოყავს ხოლმე ჩაისა და ყავის მაგალითი, როდესაც ხშირად და მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ მithkov სულ ერთია, რომელიც გინდათ მომიმზადეთ და რეალურად ამ დროს არ არის სულ ერთი და ეს ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, რომ არ არის ეს სულ ერთი, იმიტომ რომ რეალურად ორგანიზმს აქვს გარკვეული მოთხოვნილება, რომელიც უნდა გადამოწმდეს უბრალოდ, რომ რა სულს რეალურად ხომ შეუძლებელია სულ ერთი იყოს. ან თუნდაც არც ერთი, დიახ. კეთილი. მარიამ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხი. აი ხშირად ამბობენ ხოლმე, მეც მიმიცია, ვთქვათ, მეგობრებისთვის, იგივე ვთქვათ, რჩევა და გაუმართლებია ამას და მადლობას გადაუხდით, მაგრამ აი ხშირად ხდება, როცა მსგავს სიტუაციაში მე აღმოჩენილ ვარ, თითქოს ვიცი გასაღები, ვიცი ახლა რა უნდა გავაკეთო, მაგრამ როცა უკვე ეს პირადად მე მეხება, აქ უკვე მიჭირს ხოლმე, ან გამჭირვებია გადალახვა ამა თუ იმ რაღაცა სირთულისა, უკვე როცა მე პრაქტიკულად პირადად დამიდგა ეს პრობლემა. აი ხშირად არის, როცა რაღაცაზე მithkos, რომ მოდი გავატარებ ამას. ანუ მოდი ეს მე არ შემეხოს. მოდი აი სიყვარულით მიუდგე. ნუ მეჩვენება ეხლა რომ თქვათ თქვენ აქედან რომ გახვალთ ჩემზე მოუყვებით თქვენს კოლეგას რომ ეს რა შეკითხვები დამისვეს რამდენს ლაპარაკობ და ეს ბიჭი არაფერი არ მაცალ. ნუ პირობითად ვამბობ. ამ დროს შეიძლება თქვენ პირიქით მაქებდეთ. რა სიტყვით ამ დროს რომ საკუთარ თავთან აი რაღაცნაირად სუბუქი ძალდატანება მოახდინო და რაღაცეებს შეხედო არა შიშით, არა აგრესიულად, არამედ სიყვარულით და არ შეგეხოს რაღაცეების გატარება შეძლო. შესაძლებელია ეს, როცა გეშტალტ თერაპიაზე ვსაუბრობთ, გასაგებია რომ ახლა და ამჟამად, მაგრამ აი რაღაცეები არ შემეხოს მე დღის მანძილზე.
ის რაც დღის მანძილზე თქვენ შემთხვევაში ასე ვთქვათ გეხებათ და არის ისეთი რისი გატარებაც გინდათ მაგალითად გეშტალტ თერაპიული მიდგომები არ გულისხმობს რაღაცების გატარებას იმიტომ რომ ნებისმიერი ემოცია რომელიც ჩვენში ჩნდება მიმღებლობა გამოხატვაც მიმღებლობა არის ერთ-ერთი და ალბათ ერთადერთი საშუალება რომ ის გადავლახო რადგან რაღაცა უსიამოვნო სიტუაციისადმი თუ არ გვაქვს მიმღებლობა ხო ეს არ ნიშნავს იმას რომ მივიღო იმ რეაქციით რა რეაქციასაც ის ჩემში იწვევს ვაღიარო რომ დიახ ეს არსებობს და შემდგომ არის ნაბიჯი როდესაც უკვე ხდება მისი გადალახვის ასე ვთქვათ დასახვის გზების გამონახვა ხო ანუ ეს აუცილებლად უნდა მონახო დიახ ის რომ იგნორირება არსებულის არასდროს არ არის გამოსავალი. აი ხშირად მარიამ იგნორირებას ახდენენ დიდი სტრესის ფონზე. აი მაგალითად, ნუ ჯვარი წერია ყოველს თქვა გარდაეცვალა ახლობელი ადამიანი ან რაღაცა ცუდი შემთხვევა და ხშირად აი ამ რეალობას არიღებენ ცდილობენ რომ დაკარგონ სიფხიზლე, შეიძლება მოიხმარონ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, ასევე სხვადასხვა გამაბრუებელი საშუალებები, ფსიქოტროპული წამლები, ან საძილე საშუალებები. რეალურად ეს პრობლემა ხო არსად არ მიდის. ოდესღაც ხომ უნდა გამოფხიზლდეს ადამიანი და ამ რეალობას ისევ შეეჯახება და არსად არ წასულა ის. ეს რამდენად ართულებს სიტუაციას, როცა ჩვენ გაურბივართ თუნდაც მწარე, მაგრამ მოცემულ რეალობას. ბუნებრივია ის ართულებს ძალიან სიტუაციას, რადგან იცით როგორ არის რაღაცა იწყება და შემდგომ იღებს ჯაჭვურ რეაქციას. ერთს მიებმება მეორეს მესამე და ერთბაშად ხდება რაღაცა იმდენად სერიოზული მოცულობა, რომელიც შეიძლება ზუსტად გამოვლინდეს ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების და იგივე სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტის მოხმარებით, რაც ნამდვილად არ არის ხომ ბუნებრივია გამოსავალი. და უფრო რთულ და ისეთ გამოუვალ მდგომარეობამდე შეიძლება იყოს. ზუსტად ეს აღიარება რომ ეს არის აქტუალური საკითხი, ეს არის აქტუალური პრობლემა, რომლის გადალახვის წინაშეც ვდგავარ. რადგანაც ის ყველაფერი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის იგნორირება, ანუ გაქცევა რეალობიდან. რაც არ არის კარგი. ბუნებრივია, რაც არ არის კარგი. აი თქვენ დამეთანხმებით ალბათ, ვაიმე აღარ ვაცდიეთ. დამეთანხმებით, რომ აი ეს აი ფაქიზი მიდგომა აქვს სწორედ ახსარების საიდუმლოს. აი როცა კი არ უნდა გაიქცეს ადამიანი რაიმე პრობლემა, შეიძლება ეს რთული იყოს, რთულად სათქმელი, მაგრამ ჯერ საკუთარ თავში აღიარო პრობლემა და შემდეგ ამისი სხვასთან აღიარების შესაძლებლობა მოგეცეს და ეს გაბედო. და ყველა ჩვენგანს გვიგრძნია, ალბათ მეგვიღია ამ საიდუმლოში არაერთხელ მონაწილეობა, როგორ სიმსუბუქეს გრძნობ, როცა შენ საუბრობ გულწრფელად იმ პრობლემაზე მეორე ადამიანთან, რაც შენ გაწუხებს. დიახ, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ასპექტია და პარალელი, რადგანაც ბუნებრივია აღსარებასა და ფსიქოთერაპიულ პროცესს შორის ძალიან ბევრი განსხვავება, მაგრამ არსებობს ასევე საერთოდ, ხომ? ეს შეიძლება იყოს იგივე პრობლემის აღიარება და რაღაც საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესიც. ფსიქოთერაპიაც არის საკუთარი თავის ამოცნობის პროცესი, ახალი შესაძლებლობებისა და გზების დასახვის გზები და შესაბამისად, რასაკვირველია, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც თქვენ ახსენეთ, გეთანხმებით აბსოლუტურად. ესე იგი, როგორც ჩვენ მივხვდით, საკუთარ თავთან კონტაქტის პოვნა, მოძებნა, საკუთარ თავში ჩაღრმავება არის გამოსავალი იქიდან, რომ სტრესმა ჩვენზე ცუდად არ იმოქმედოს. მართოთ სტრესი და დავიმეგობროთ, შესაძლებელია ასე ითქვას. მათ შორის ელისაბედ ალბათ დამეთანხმებით, აი მე ხშირად მიფიქრია, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სცენი ალბათ რაც არის ადამიანებს იმდენი გასართობირამ გვაქვს ირგვლივ და იმდენი რეალობიდან გაქცევის შესაძლებლობა, იგივე სოციალური ქსელი რომ ავიღოთ, ხო და მიჯაჭულები ამ ტელეფონზე, რომ ყველაზე მთავარი რამისთვის არ გრჩება დრო, საკუთარ თავთან დავრჩეთ მარტო თუნდაც რამდენიმე წუთს, რაც მე პირადად ძალიან მეხმარება ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებთ. შევახსენებთ მაყურებელს, რომ სტუდიაში საუბრობდა პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი მარიამ სისაური. ვაგრძელებთ გადაცემას რამდენიმე წუთში და ვლუნდებით სტუმართან ერთად. დაგველოდეთ. დროებით.
მარიხუანა, მცენარის ლათინური დასახელება კანაბის. მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს დნმ-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას, აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, განვავრცობთ გადაცემას სამედიცინო თემით, რა რისკ ფაქტორები არსებობს კანის კიბოს განვითარებაში, როგორ ავირიდოთ თავიდან გართულებული შემთხვევები და როგორ ჩავატაროთ პრევენციული ღონისძიებები. თემაზე სტუდიაში ისაუბრობს დერმატოლოგი მაია დათუაშვილი. დილამშვიდობსე ქალბატონო მაია. ძალიან დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. მადლობა თქვენი. ქალბატონო მაია, რამდენიმე ტიპი არსებობს ხო კანის კიბოს? პირველ რიგში ალბათ რომ გავამარტოთ, თქვათ რა და რა ტიპის კანის კიბო გვხვდება და ყველაზე საშიში რომელია? კანის კიბო, კანის ავთვისებიანი სიმსივნე ერთ-ერთი გავრცელებული არის ავთვისებიან დაავადებათა შორის. ძირითადად რასთანაც გვაქვს ხოლმე შეხება, არის 4 ტიპის დაზიანება. ეს არის აქტინური კერატოზი, არის კიბოს წინარე მდგომარეობა და მნიშვნელოვანი არის სწორედ ამ დაავადების დროს სწორედ ჩატარებული ღონისძიებები გარკვეულწილად გვიცავს ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული კანის კიბოს განვითარებისგან. მეორე არის ბაზალური უჯრედოვანი კარცინომა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის, არა მარტო ბაზალიომას კი ბატონო, გავრცელებული არის როგორც თვითონ კანის კიბოებს შორის, აგრეთვე ზოგადად ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. ეს ავთვისებიანია? ავთვისებიანია, მაგრამ ავთვისებიანებს შორის ყველაზე უწყინარი, ნელა პროგრესირებადია, კანი მოგახსენება აბსოლუტურად შეგვიძლია რომ დავითვალოთ, ხილვადი არის ზოგადად კანის კიბო და შესაბამისად მისი შემჩნევა თუნდაც არა პროფესიონალი იყოს ადამიანი და შესაძლებელი არის და დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისად კურნალობა. ვიზუალურად რა ტიპის გამოვლინება აქვს? თავდაპირველად შეიძლება იყოს საკმაოდ უწყინარი, რაღაც პატარა ლაქის, აქერცვლადობის ხასიათს ატარებდეს, მაგრამ ნელ-ნელა სახეს იცვლის, შეიძლება გახდეს პრიალა ზედაპირიანი, შეიძლება დაწყულდეს. როდესაც მაყურებელი გვისმენს აქერცვლადობა და ლაქა შეიძლება ბევრს გააჩნდეს კანზე და ეს გახდეს შეშფოთების მიზეზი. მაგრამ მინდა დავძინო რომ სიმსივნე და კონკრეტულად კანის კიბო მაინც არის ხოლმე ერთეული სახით გამონაყარი. ჩვეულებრივი ბანალური დერმატოზები, ანუ კანის დაავადებების დროს, როდესაც გვაქვს იგივე ლაქობა, ნაკერცვლადი გამონაყარი, ის არის მრავლობითი ხასიათის, არის ალბათ დროში უფრო ხანმოკლე და შესაბამისად აქედან გამომდინარე შფოთვის საფუძველი ადამიანს არ უნდა გქონდეს, მაგრამ როდესაც არის ერთეული სახის, ძირითადად ღია ნაწილზე, სხეულის ღია ნაწილზე შეიძლება შეგვხვდეს სახე, კისერი, ხელები და გრძელდება ეს თვეებისა და წლების განმავლობაში ის ერთეული გამონაყარი და ასე ნელა სახეს იცვლის, რასაკვირველია ის საყურადღებო არის და ჩვენს მაყურებელს მიმართავ რომ არ შეეშინდეთ ექიმთან მისვლა ზოგჯერ არის რომ შიშის ფაქტორი არის, აი გაივლის. ხო,
ანუ თუნდაც ეს სიტყვა ითქვას, არც ის არის საშიში. საშიში. ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა რამდენად საშიშია ესეც გაბატონო მაია? გამიგე მეორე ადგილას აკეთებს. მეორე ადგილას არის გავრცელების მიხედვით შედარებით უფრო აგრესიული არის, მისთვის არის დამახასიათებელი მეტასტაზირება, ბაზალიუმისთვის არა მეტასტაზირება განმარტავრო ნიშნავს დაავადების გავრცელებას. თვითონ ბაზალიუმმაც გარკვეულ განვითარებას განიცდის, მაგრამ ადგილზე განიცდის განვითარებას. ყოფილა შემთხვევა, რომ ესეთი სხვათა შორის საქართველოშიც განსაცვიფრებელია ხოლმე ხლა საკმაოდ განათლებული ზოგადად ერი ვართ და ისეთ მდგომარეობაში მოსულა ადამიანი, რომ საკმაოდ დიდი და შეიძლება ითქვას, რომ ძვალი ჩანს. აი, როდესაც ღია ადგილზე არის, ხომ ეს თვალსაჩინო არის და გავიდა 1 წელი, 2 წელი გავიდა. გამართლებია თავი, აი საინტერესო ბუნებრივია პაციენტს არ დაუსახელებ ცხადია, ის რომ ძვლამდე დადის დაავადება, რითი ნუ თვლიდა რომ გაივლიდა და არისო, ის სწორედ რომ ერთ ადგილზეა შეიძლება ეს განაპირობებს ხოლმე. სამედიცინო კულტურა ზოგადად არ უყურს ადამიანს. სამწუხაროდ აი სადღაც აი გამცუქრებულ, იმიტომ რომ ზოგადად საკმაოდ ინფორმირებული და ისეთი ერი ვართ. ერთ შემთხვევაში ეს ჩემი კოლეგის შემთხვევაში რასაკვირველია, რომ მივიდა მასთან ფრჩხილის სოკოსთან დაკავშირებით და ფეხის და როდესაც დაიხარა და ქუდი ეხურა ადამიანს და ქუდი ჩამოუვარდა და დაინახა ექიმმა რომ უზარმაზარი წყული აქვს თავის ხო და აქედან მიხვდა რომ მიხვდა და დაუსვა დიაგნოზი. რასაკვირველია. ადრეული დიაგნოსტიკა რამდენად მნიშვნელოვანია? ნუ ყველა დაავადების დროს არის ეს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ალბათ, როდესაც სიმსივნესთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია. კანის კარცინომის ყველა ფორმის შემთხვევაში და უნდა გითხრათ, რომ მელანომა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ფერი გავრცელების მიხედვით საბედნიეროდ, მაგრამ ყველაზე საშიში არის, ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოზი. ხო, მათ შორის ბავშვებში მელანომაზე ხალხასტებებისკენ წავიდა საერთოდ ყველა დაავადება და მათ შორის სიმსივნური დაავადება. სამწუხაროდ ალბათ ეს ზოგადი ეკოლოგია, იგივე სტრესული ცხოვრება, რა რითი მზრდით ბავშვს, რითი მკვებავთ, ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი არის, რაც არ უნდა ფრთხილი და მზრუნველი იყოს. თუმცა მზისგან მიღებული დამწრობა შეიძლება გახდეს რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ეს კანს ვსაუბრობთ და ბავშვობაში მიღებულ დამწრობას აქვს კიდე განსაკუთრებული მნიშვნელობა. სტატისტიკა არის ასეთი, რომ კანის კიბოს განვითარების რისკი იზრდება 74 ჯერ, თუ ჩვენ ვიწყებთ სოლარიუმში რეგულარულ სიარულს. რეგულარული ალბათ ჯერ. აი ესეთი სტატისტიკაა. ანუ ზეზე გაცილებით მავნია, ხო? ის ულტრაისფერ სხივებზე ვთქვათ, რომელიც მაგალითად ზოგი ირუჟება 11-დან 5-მდეც, ხო? როდესაც ვიცით, რომ კატეგორიულად არ შეიძლება გარუჯვა. ანუ ამაზე მავნია სოლარიუმი? იცით როგორ არის ესეთი კაცრი შედარებითი გამოკვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ შუადღისას მიღებული რუჯი ალბათ უტოლდება რას. უტოლდება. ქალბატონო მაია, კიდევ საინტერესოა რა. საშუალებები, რომელიც ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას დახლებზე, კანის მოვლის სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? ახლა ბუნებრივია ჩვენ არ მოგთხოვთ რომ კონკრეტული რჩევა მოგცეთ, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რითი ვუვლით ჩვენ კანს. იგივე აი ქალბატონები ხშირად დამატენიანებლებს ხმარობენ. ესეც არის თუ არა თქვა ჯანსაღი პროცესი, დაბანის მერე კიდევ რაღაცა წაისვა ტანზე ზაფხულში, ნუ არ ვიცი. გაძლება ხო უნდა ამას. რა სიტყვით ახლა ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩევა ჰიგიენური საშუალებებისა. რასაკვირველია, რასაც ყოველდღე გამოვიყენებ, მნიშვნელოვანი არის არა მარტო დამატენიანებელი კრემი, არამედ დეკორატიული მაკიაჟი, რომელსაც პომადა, საცხი, გვინდა არ გვინდა, ნაწილობრივ გადადის პირის ღრუში და საწესოებრივ სისტემაში. მაგრამ მიწევს ამის გამოყენება. ხო, რასაკვირველია. არის რაღაცა კატეგორია მოვლის საშუალებებს, რომელსაც მითითებული არის, რომ თავისუფალი არის კონსერვანტებისგან, პარაბენებისგან, არომატიზატორებისგან და ყველაზე ადვილად გადასატანი არის და გვერდით მოვლენებს ნაკლებად იწვევს. ეტიკეტის საკითხს უნდა მივეჩვიოთ. რასაკვირველია. რა კულტურაც სამწუხაროდ მაინც და მაინც არ არის მაღალი ჩვენში. ხო, შემჩნევი აფთიაქში ატრიალებენ ხოლმე საკმაოდ. ქალბატონო მაია, რა მინდა გითხოთ, ესე იგი, როდესაც ადამიანი შეაჩნევს ამა თუ იმ გამონაზარდს თუ წამონაზარდს, მოკლედ უცხოს სხეულს კანზე.
აი მომისმენია რომ აი მოვიწვი, გავიღიზიანე, ის წავისვი, ეს წავისვი. რამდენად მნიშვნელოვანია რომ მოვიდლიჟი არ დამივიდა ელისაბედ. მივიდეს ექიმთან და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედოს და არ გაიღიზიანოს თქვა სანამ დადგინდება რა არის სინამდვილეში. რასაკურველია მნიშვნელოვანი არის მაინც რომ სრულფასოვანი კონსულტაცია გაიაროს. ამ პირველად წარმონაქმნებზე გარკვეული ცოდნა და ტრენინგები გავლილი აქვთ აი პირველი რგოლის ექიმებს ჩვენს რეალობაში ოჯახის ექიმი და პირადი ექიმი ქვია და ყველა შემთხვევაში ან ჩვენი მოსახლეობა დაზღვეულია კერძო დაზღვევაში ან საყოველთაო დაზღვევაში ისე რომ ეკონომიური მომენტი აქ არ არის რომ ექიმთან ვერ წავედი იმიტომ რომ არ გამაჩნია ამის შესაძლებლობა არის პირველ რგოლს მაინც ეჩვენოს სადაც თუნდაც საყოველთაო დაზღვევაში ოჯახის ექიმი და მე უკვე ამუშავდება შემდეგი რგოლი და იგივე ის ეკონომიური პრობლემა თუ რაღაცა ნელა ყველაფერი შესაძლებელია რომ დაიძლოს თავარია მიაღწიოს და სწორი დიაგნოზირება bis გზაზე დადგეს. ეთილსაიმედოა ბაზილიომას შემთხვევაში. ბაზილიომა კუნალობის შემთხვევაში და თავის დროზე თუ მივახციეთ. თუ აი ესეთ მდგომარეობაში როგორც გითხარით არ მიაღწევს, რასაკურველია ეთილსაიმედოა, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში, მელანომის შემთხვევაშიც არის ზედაპირული მელანომა in situ ქვია, რომელიც პრინციპში ქირურგიული ჯერადი ახასიათებს მეტასტაზები, ხო? საკმაოდ სწრაფად პროგრესირებადი დაავადება არის და შეიძლება ითქვას დანახული გაგდა უკვე გავრცელებული არის, თუმცა მთლად თუ აი სწორად დროულად მივაქცევთ ყურადღებას, ნამდვილად შეიძლება რომ საკმაოდ წარმატებით დაიძლიოს ეს პრობლემა. არსებობს თუ არა კანთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ, ქალბატონო მაია, ეგრეთ წოდებული სეზონური გართულებები. აი მაგალითად, ზამთარში ხშირად მსმენია, რომ მუდმივად დამსკდარი აქვთ კანი, სულ დამატენიანებელი სჭირდებათ, ან თქვათ აი გაზაფხულის პერიოდში სიმშრალეს გრძნობს, რაღაც წვას, აი რა არის ეს, რა შემთხვევები არის და სასურველია თუ არა აქაც მოხდეს დახმარება პროფესიონალი ექიმისა თუ ეს გავატაროთ ასე თქვა და გაივლის არაფერი საგანგაშო არ არის. გააჩნია რამდენად აწუხებს და რა სიმძიმის არის. როდესაც მსუბუქი სიმშრალე არის ფარმაცევტისა და აფთიაქის ფარგლებში საკმაოდ და სწორად ჩერჩეული დამატენიანებელი საშუალებით სავსებით გადავახავთ. მაგრამ თუ რაღაც დაავადებასთან გვაქვს საქმე არის კანის სიმშრალე ჩვეულებრივ და არის კანის პათოლოგიური სიმშრალე ქსეროზი ქვია. თუ ასეთ რაღაცასთან გვაქვს საქმე, მაშინ მხოლოდ დამატენიანებელმა შეიძლება არც მისცეს. შედეგი გამოსაკვლები არის თუ რის გამო განვითარდა ეს ზოგადი კანის სიმშრალე და ასე შემდეგ. ატოპიური დერმატიტი ასევე, რომელიც მწვავდება ამ პერიოდში გაზაფხულზე. სხვა შორის ულტრაისფერის სხივები, როდესაც უფრო ინტენსიური ხდება, დადებითად მოქმედებს ხოლმე. სხვა შორის ზღვაც, კი ბატონო, ასევე ფსორიაზის შემთხვევაში იქაც სიმშრალის კანის სიმშრალის პროცესი მაინც არის. და გაზაფხულის ზაფხულისკენ მაინც უფრო უკეთესობისკენ მეტი ზამთარი უჭერთ ხოლმე. ჩვენ ბავშვობაში რომ ეძახდნენ ხოლმე დიათეზი? ეგრეთ წოდებულ მუნს რა იყო ეს? ეს კანის პარაზიტული დაავადება არის, ეს აბსოლუტურად. კიდევ არსებობს, გახაცნენია ბოლო დროს ხალხის ზარავის. ცოტა. ეს მუნი როგორც თმის სტილი, ხო? ის თმასთან დაკავშირებული, კი ბატონო, ის სხვა პარაზიტია. ის სხვა არის, ეს სხვა არის, გასაგებია. და ქალბატონო მაია, ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის და რისკ ჯგუფებს ვინ მიეკუთვნება, ვინ უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ კანს, ჯანმრთელობას ამ კუთხით და მივიდეს შემოწმებაზე ექიმთან, ჩაიტეროს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული სკრინინგი. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, მამაკაცები, ქალები, რომელს მამაკაცებში უფრო ჭარბობს კანის დაავადება? განსხვავება მაინც არ არის და რა ასაკის პაციენტებში? თუ ასაკს ვაბოთ 50 წლის ზევით მატულობს ეს კი. მთელი ცხოვრების განმავლობაში რა ინსულაციას ეძღებულობთ, მე რაღაცნაირად პასუხობს ხოლმე კანზე. შეამჩნევთ, რომ რაღაც ასაკის შემდეგ ჩნდება ყავისფერი მოყავისფრო ლაქები, სახეზე არაერთხელ მოუმართავთ. რომელიც ყურადსაღებია. პირველ რიგში ესთეტიკური თვალსაზრისით არის ყურადსაღები და შემდგომ თუ რაღაცა განვითარებას და სხვანაირად პროგრესირებას განიცდის, უკვე სხვა დანიშნული სამედიცინო მიმართულებით არის ყურადსაღები და რისკ ჯგუფს განეკუთვნება გარკვეული კანის ტიპის მქონე ადამიანები. ფოტოტიპებად იყოფა ადამიანის კანი. საქართველოს რეალობაში ძირითადად 4 ტიპი არის და რისკ ფაქტორს პირველი და მეორე მიგვე. პირველი არის ჟღალი თმისა და მწვანე, ანუ წითელი
ნათური ადამიანები. მეორე არის ქერაცის ფერთვალება ადამიანები, მეორე ფოტოტიპი. შემდეგ უკვე ეს ჩალისფერი თმა, შედარებით ესეთი ზომიერად თეთრი კანი და ხორბლისფერი კანი, ყავისფერი თმით. ანუ შავკანიანებს ეს დავედა და არ ემართება, შეიძლება. ემართებათ, რასაკვირველება ემართებათ, იქ კიდე სხვა ფაქტორები მოქონდეს ამაგივრთ ისინი ინსოლაციის ქვეშ არიან კიდე უფრო ხანგრძლივად ხოლმე. და ვის ჯგუფი არის კიდე რატომ რომ ვერ იღებენ ისინი რუჯს იწვევიან ხოლმე ადვილად mesela ეს პირველი და მეორე ფოტოთიპი რასაკვირველია პირველსა და თეთრები არიან ხოლმე რასაკვირველია და თვითონაც აღნიშნავენ რომ პრაქტიკულად ვერ ღებულობენ რუჯს ძალიან დიდი მადლობა ერთი შეხედვით მოკლედ რომ შეგვაფასოთ გულწრფელად ჩვენი კანი როგორ გამოიყურება ერთი შეხედვით როგორც პროფესიონალი ნუ მაკიაჟი ასაკი ნამდვილად არ გეყოფა ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია შევახსენოთ მაყურებელს სტუდიაში საუბრობდა ექიმი დერმატოლოგი ქალბატონი მაია დათუაშვილი დღევანდელ გადაცემას კი გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე უწყობოდი დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ბედნიერ დღეს გისურვებთ ნახვამდის ხვალამდე გემშვიდობებით ბედნიერად